თბილისის პარლამენტის არქივებში 1995 წელს, როდესაც ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ გამომძიებლები შეიჭრნენ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობაში, მათ იპოვეს რაღაც, რაც არასოდეს უნდა არსებულიყო. დოკუმენტების საიდუმლო საქაღალდე, რომელსაც ჰქონდა კოდი ვერცხლისფერი კარდინალი, შეიცავდა ფინანსურ ანგარიშებს, ბანკის ჩანაწერებს და საიდუმლო შეთანხმებებს, რომლებიც აკავშირებდა ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენს სოციალისტური პარტიის ლიდერთან. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ საქაღალდიდან სამი გვერდი აკლდა, სწორედ ის გვერდები, სადაც უნდა ყოფილიყო ინფორმაცია იმ ადამიანის შესახებ, ვინც ერთდროულად იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში. ვინ წაიღო ეს გვერდები? რატომ სწორედ ეს დოკუმენტები უნდა გაქრებოდა? და რას მალავდა ეს ადამიანი, რომელიც საჯაროდ ქადაგებდა სოციალურ სამართლიანობას, მაგრამ პირადად ფლობდა მილიონებს? დღეს, პირველად 25 წლის შემდეგ, ყოფილი უშიშროების ოფიცრები საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახებოდა ვახტანგ რჩეულიშვილის ირგვლივ, ადამიანის შესახებ, რომელიც იცოდა როგორ ემეგობრა ყველას და გადარჩენოდა ნებისმიერი ხელისუფლების დროს. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილით ჩადის თავის მერსედესში, რომლის ფასი უდრის საშუალო ქართველი მუშაკის 20 წლის ხელფასს და მიდის პარლამენტში, სადაც ლაპარაკობს სოციალურ სამართლიანობაზე და მუშათა უფლებებზე. ეს არ არის ჰიპოთეტური სცენარი, ეს იყო ვახტანგ რჩეულიშვილის ყოველდღიური რეალობა 1995-დან 2013 წლამდე. მაგრამ როგორ შეძლო ამ ადამიანმა, რომელიც ფლობდა უძრავი ქონების იმპერიას და ბიზნეს ინტერესებს მთელს საქართველოში, დაერწმუნებინა მარტივი ხალხი, რომ ის იყო მათი ადვოკატი? როგორ შეძლო ის ერთდროულად ყოფილიყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი შევარდნაძის ეპოქაში და ამავდროულად შეენარჩუნებინა იმიჯი სოციალური სამართლიანობის მებრძოლისა? პასუხი ამ კითხვებზე იწყება 1954 წელს, როდესაც დაიბადა ბიჭი, რომელსაც ბედმა განუზრახა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო და გავლენიანი ფიგურა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. 1 იანვრის დღეს, 1954 წელს, თბილისში, შალვა რჩეულიშვილისა და ლიდია ბელიავსკაიას ოჯახში დაიბადა ვახტანგი. ეს იყო დრო, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ძლიერი იყო, როდესაც სოციალიზმი არ იყო პოლიტიკური ტაქტიკა, არამედ ერთადერთი ოფიციალური იდეოლოგია. მაგრამ ვახტანგის ოჯახი არ იყო ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახი, მათ ჰქონდათ კავშირები, ჰქონდათ განათლება, ჰქონდათ ის, რასაც საბჭოთა კავშირში უწოდებდნენ სოციალურ კაპიტალს. ბიჭი იზრდებოდა გარემოში, სადაც სიტყვები და რეალობა ხშირად არ ემთხვეოდა ერთმანეთს, სადაც ოფიციალური იდეოლოგია ერთი იყო, ხოლო რეალური ცხოვრება სულ სხვა. შესაძლოა სწორედ ეს ადრეული გამოცდილება ასწავლა მას ის უნარი, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა მისი პოლიტიკური კარიერის საფუძველი, უნარი ელაპარაკა ერთი ენით და იფიქრო სხვა ენაზე, უნარი ყოფილიყო ერთდროულად ორ სამყაროში. 1978 წელს ვახტანგი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. ეს არ იყო შემთხვევითი არჩევანი, საბჭოთა კავშირში ფიზიკა ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპეციალობად, გზად მეცნიერებისა და, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ნომენკლატურისკენ. მაგრამ ვახტანგს ჰქონდა სხვა გეგმები. უნივერსიტეტის წლები იყო დრო, როდესაც ის იწყებდა იმ კავშირების შექმნას, რომლებიც მოგვიანებით გახდებოდა მისი პოლიტიკური და ბიზნეს იმპერიის საფუძველი. ის იცნობდა ადამიანებს, ისწავლიდა როგორ მუშაობდა სისტემა, როგორ შეიძლებოდა ოფიციალური წესების გამოყენება არაოფიციალური მიზნებისთვის. 1977 წელს, როდესაც მან დაამთავრა უნივერსიტეტი, ის უკვე არ იყო მხოლოდ ახალგაზრდა ფიზიკოსი, ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გეგმა, ჰქონდა კავშირები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჰქონდა ამბიცია. მაგრამ რა ხდებოდა იმ წლებში, როდესაც ვახტანგი აშენებდა თავის კარიერას? როგორ გადავიდა ის ფიზიკოსიდან ბიზნესმენად, ბიზნესმენიდან პოლიტიკოსად? ყოფილი კოლეგები იხსენებენ, რომ ვახტანგს ჰქონდა განსაკუთრებული უნარი, ის ყოველთვის იცოდა ვის რა სჭირდებოდა და როგორ შეეძლო ამ საჭიროების დაკმაყოფილება. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ელოდა შესაძლებლობებს, ის ქმნიდა მათ. როდესაც საბჭოთა კავშირი იწყებდა ნელ-დაშლას, როდესაც ძველი სისტემა იწყებდა ნაპრალების გაჩენას, ვახტანგი უკვე იყო მზად გამოეყენებინა ეს ნაპრალები. მაგრამ არავინ მაშინ არ იცოდა, რომ ეს ახალგაზრდა ფიზიკოსი მალე გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი დამოუკიდებელ საქართველოში. 1992 წელს, როდესაც საქართველო ახლახან გახდა დამოუკიდებელი, როდესაც ქვეყანა იყო ქაოსში, სამოქალაქო ომის ზღვარზე, ვახტანგ რჩეულიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტში. ეს იყო დრო, როდესაც ძველი ელიტა კარგავდა ძალას, ხოლო ახალი ელიტა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული. ეს იყო დრო შესაძლებლობებისა და ვახტანგმა არ გამოტოვა ეს შესაძლებლობა.
მაგრამ როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა დეპუტატმა, რომელსაც არ ჰქონდა არც ცნობილი პოლიტიკური წარსული, არც ძლიერი პარტიული მანქანა, ისე სწრაფად ასვლა პოლიტიკურ ოლიმპზე? პასუხი მარტივია და რთულია ერთდროულად. ის იცოდა, როგორ ყოფილიყო საჭირო ყველასთვის, როგორ ყოფილიყო ხიდი სხვადასხვა ჯგუფებს შორის, როგორ ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც ყველა ენდობოდა, მაგრამ არავინ სრულად არ იცნობდა. უკვე 1992-დან 1995 წლამდე ვახტანგი იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც 3 წლის წინ იყო უბრალოდ ერთ-ერთი დეპუტატი, ახლა იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა საქართველოს პოლიტიკაში. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. 1995 წელი იყო გადამწყვეტი წელი, არა მხოლოდ ვახტანგისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. აგვისტოს თვეში, როდესაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოხდა თავდასხმა, ვახტანგი იყო მის გვერდით და მიიღო ჭრილობები. ეს მოვლენა შეცვლიდა ყველაფერს, ის გახდა არა მხოლოდ გავლენიანი პოლიტიკოსი, არამედ ადამიანი, რომელიც გადაარჩინა პრეზიდენტ სიცოცხლე, ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე ვალდებული იყო. მაგრამ რა მოხდა იმ დღეს რეალურად? ოფიციალური ვერსია ამბობს ერთს, მაგრამ ყოფილი უშიშროების ოფიცრები, რომლებიც იმ დღეს იყვნენ ადგილზე, ყვებიან სხვა ისტორიას. ისინი ამბობენ, რომ ვახტანგმა იცოდა თავდასხმის შესახებ რამდენიმე წუთით ადრე, რომ მას ჰქონდა დრო გაქცეოდა, მაგრამ ის დარჩა პრეზიდენტის გვერდით. რატომ? იყო ეს ნამდვილი ერთგულება თუ გაანგარიშებული რისკი? იყო ეს გმირობა თუ პოლიტიკური ინვესტიცია? ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება არასოდეს გავიგოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ მოვლენის შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილი გახდა ხელშეუხებელი. ის გახდა ადამიანი, რომელსაც შევარდნაძე ენდობოდა, ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველაფერი. და სწორედ ამ მომენტში, როდესაც ვახტანგს ჰქონდა ყველაფერი, ძალაუფლება, გავლენა, პრეზიდენტის ნდობა, ის აკეთებს რაღაცს, რაც ყველას გააოცებს. 1995 წელს ის ქმნის საქართველოს სოციალისტურ პარტიას და აცხადებს, რომ იბრძვის სოციალური სამართლიანობისთვის, მუშათა უფლებებისთვის, ღარიბთა ინტერესებისთვის. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც ფლობს მილიონებს, რომელიც ცხოვრობს ფუფუნებაში, რომელიც დადის ძვირადღირებულ მანქანებში, აცხადებს, რომ ის არის სოციალისტი. ეს არ იყო უბრალოდ პოლიტიკური ტაქტიკა, ეს იყო გენიალური სტრატეგია. 1995-დან 1999 წლამდე ვახტანგი იყო პარლამენტის სოციალისტური ფრაქციის თავმჯდომარე და ამ პერიოდში მისმა პარტიამ მოიპოვა მნიშვნელოვანი გავლენა. მაგრამ როგორ შეძლო ამან? როგორ შეძლო მდიდარმა ბიზნესმენმა დაერწმუნებინა ღარიბი ხალხი, რომ ის იყო მათი ადვოკატი? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აშენა ვახტანგმა თავისი პოლიტიკური მანქანა. ის არ ლაპარაკობდა აბსტრაქტულ იდეოლოგიებზე, ის ლაპარაკობდა კონკრეტულ პრობლემებზე. როდესაც ქარხნები იხურებოდა, ვახტანგის ადამიანები იყვნენ იქ, ეხმარებოდნენ მუშებს. როდესაც ხალხს არ ჰქონდა ფული კომუნალურ გადასახადებზე, ვახტანგის ფონდები იხდიდნენ. როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ სამსახური, ვახტანგის კავშირები ეხმარებოდა. ეს იყო პატრონაჟის სისტემა, რომელიც მუშაობდა იდეალურად, ხალხი იღებდა კონკრეტულ დახმარებას და სანაცვლოდ აძლევდა თავის ხმას. მაგრამ საიდან მოდიოდა ფული ამ ყველაფრისთვის? როგორ შეძლო ვახტანგმა ერთდროულად ყოფილიყო პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, სოციალისტი და მილიონერი? 1999-დან 2003 წლამდე ვახტანგი კვლავ იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ეს იყო მისი ძალაუფლების პიკი, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში, ადამიანი, რომელსაც შეეძლო ერთი ტელეფონის ზარით გადაეწყვიტა ბევრი საკითხი. მაგრამ ამავდროულად ის აგრძელებდა თავისი ბიზნეს იმპერიის აშენებას. უძრავი ქონება, კონსტრუქცია, ვაჭრობა, ვახტანგის ინტერესები იყო ყველგან. და აქ იწყება ის, რაც ყველაზე საინტერესოა, როგორ აერთიანებდა ის ამ ორ როლს. როგორ იყენებდა ის თავის პოლიტიკურ გავლენას ბიზნესისთვის და თავის ბიზნეს რესურსებს პოლიტიკისთვის. წარმოიდგინეთ ტიპური დღე ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრებაში 2000 წლის დასაწყისში. დილით ის ჩადის თავის მერსედესში, მანქანაში, რომლის ფასი შეადგენს დაახლოებით $25,000, იმ დროს, როდესაც საშუალო ქართველი მუშაკის თვიური ხელფასი არის დაახლოებით $20. მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ეს მანქანა უდრის დაახლოებით 78 წლის შრომას საშუალო ქართველისთვის. მაგრამ ვახტანგი არ მიდის თავის ოფისში, ის მიდის პარლამენტში, სადაც ლაპარაკობს სოციალურ სამართლიანობაზე, მუშათა უფლებებზე, იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო ღარიბ ხალხს. შუადღისას ის ხვდება ბიზნესმენებს, განიხილავს ახალ პროექტებს, აწერს ხელს კონტრაქტებზე, რომლებიც მოუტანს მილიონებს.
საღამოს ის მიდის თავის პარტიის შეხვედრაზე, სადაც ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლოს უთანასწორობას და როგორ უნდა დაიცვას მუშათა ინტერესები. ეს არ იყო ორმაგი სტანდარტი, ეს იყო ორმაგი ცხოვრება. მაგრამ როგორ აღიქვამდა ამას ხალხი? როგორ რეაგირებდნენ მისი ამომრჩევლები, როდესაც ხედავდნენ მის ფუფუნებას? პასუხი მარტივია, ისინი არ აღიქვამდნენ ამას როგორც წინააღმდეგობას. პირიქით, ბევრისთვის ვახტანგის სიმდიდრე იყო მისი წარმატების მტკიცებულება იმისა, რომ ის იყო ძლიერი ადამიანი, რომელსაც შეეძლო რეალურად დაეხმარა ხალხს. 1990-იანი წლების საქართველოში, როდესაც ყველაფერი იყო ქაოსში, როდესაც ძველი წესები აღარ მუშაობდა და ახალი ჯერ არ იყო შექმნილი, ხალხს სჭირდებოდა არა იდეოლოგია, არამედ პატრონი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რესურსები და გავლენა დაეხმარა მათ. და ვახტანგი იყო სწორედ ასეთი პატრონი. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. 2002 წლის დეკემბერში ვახტანგი დაინიშნა პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად ქართულ ოსურ კონფლიქტში. ეს იყო ერთდროულად პატივი და გამოწვევა, პატივი, რადგან ეს აჩვენებდა შევარდნაძის ნდობას და გამოწვევა, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში მისია საქართველოში. მაგრამ ვახტანგმა მიიღო ეს თანამდებობა, როგორც მიიღებდა ყველა სხვა გამოწვევას თავის ცხოვრებაში, როგორც შესაძლებლობა გაზარდოს თავისი გავლენა და გაამყაროს თავისი პოზიცია. ის იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს ამბობდა არა ახალ შესაძლებლობებს, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ეძებდა გზას გამოეყენებინა ნებისმიერი სიტუაცია თავისი სასარგებლოდ. მაგრამ 2013 წელი მოიტანდა ცვლილებებს, რომლებსაც ვერც ვახტანგი ვერ გაუმკლავდებოდა. ვარდების რევოლუცია, რომელმაც დაამხო შევარდნაძე, ნიშნავდა ძველი წესრიგის დასასრულს. და ვახტანგი, რომელიც იყო ამ ძველი წესრიგის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, იცოდა, რომ მისი დრო გავიდა. დეკემბერში 2013 წელს ის გადადგა პოლიტიკიდან და გადადგა სოციალისტური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ეს არ იყო დამარცხება, ეს იყო სტრატეგიული უკანდახევა. ვახტანგი ყოველთვის იცოდა, როდის უნდა წასულიყო, როდის უნდა დაეთმო პოლიტიკური ამბიცია რეალური უსაფრთხოებისთვის. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? როგორ ცხოვრობდა ვახტანგი პოლიტიკის შემდეგ? ის არ გაქრა, ის უბრალოდ გადავიდა ჩრდილში. მისი ბიზნეს იმპერია გააგრძელა ზრდა. 2004-დან 2019 წლამდე მისი კომპანიები აშენებდნენ საცხოვრებელ კომპლექსებს თბილისში, საკაძის მოედანზე და აჭარაში. ეს იყო პროექტები, რომლებიც ღირდა მილიონებს, პროექტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ვახტანგი კვლავ იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი საქართველოში. მაგრამ ის აღარ იყო საჯარო ფიგურა, ის იყო ჩრდილში, იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ბევრ რამეს, მაგრამ არ ჩანდა პირველ პლანზე. და აქ იწყება ის, რაც ყველაზე საინტერესოა ვახტანგ რჩეულიშვილის ისტორიაში, არა ის, რაც ყველა მიცის, არამედ ის, რაც დარჩა ჩრდილში. როგორ შეძლო ამ ადამიანმა შეენარჩუნებინა თავისი გავლენა და სიმდიდრე ყველა პოლიტიკური ცვლილების მიუხედავად? როგორ შეძლო ის გადარჩენოდა და წარმატებული ყოფილიყო როგორც შევარდნაძის დროს, ასევე მის შემდეგ? რა იყო მისი საიდუმლო? ეს კითხვები გვიყვანს იმ ისტორიის ნაწილისკენ, რომელიც არასოდეს ყოფილა საჯაროდ ნათქვამი, ისტორიისკენ, რომელიც ხსნის იმას, თუ როგორ მუშაობდა რეალურად ძალაუფლება საქართველოში 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში. 2014 წელს, როდესაც ჟურნალისტმა პირველად ჰკითხა ვახტანგ რჩეულიშვილის ყოფილ თანაშემწეს, რატომ არასოდეს ყოფილა მისი ბოსი ჩართული კორუფციის სკანდალებში, მიუხედავად იმისა, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ამ ადამიანმა გაიღიმა და თქვა, ვახტანგი არასოდეს არ ტოვებდა კვალს. ეს იყო პირველი ინტერვიუ 10 წლის განმავლობაში, სადაც ვინმე რჩეულიშვილის შინაგანი წრიდან თანახმა იყო ელაპარაკა კამერების წინაშე. და ის, რასაც ამ ადამიანმა თქვა იმ ინტერვიუში, ხსნის ბევრ რამეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა რეალურად ძალაუფლება საქართველოში იმ წლებში. ის ყვებოდა სისტემაზე, რომელიც იყო ერთდროულად მარტივი და გენიალური, სისტემაზე, რომელიც საშუალებას აძლევდა ვახტანგს ყოფილიყო ერთდროულად ყველგან და არსად, ყოფილიყო ყველაფრის ცენტრში და ამავდროულად უხილავი. წარმოიდგინეთ პირამიდა. ზემოთ არის ვახტანგი, ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ არასოდეს აწერს ხელს დოკუმენტებზე. ქვემოთ არის ადამიანების ქსელი, ბიზნესმენები, იურისტები, ბუღალტრები, პოლიტიკოსები, რომლებიც ასრულებენ მის ბრძანებებს, მაგრამ არასოდეს ახსენებენ მის სახელს. ყველა იცის, ვინ არის რეალური ბოსი, მაგრამ არავინ არასოდეს არ ამბობს ამას ხმამაღლა. ყველა იცის, საიდან მოდის ბრძანებები, მაგრამ არავინ არასოდეს არ წერს ამას ქაღალდზე. ეს იყო სისტემა, რომელიც მუშაობდა იდეალურად 1990-იანი წლების საქართველოში, როდესაც ყველაფერი იყო ქაოსში, როდესაც ოფიციალური წესები იყო ერთი, ხოლო რეალური წესები სულ სხვა.
მაგრამ როგორ შექმნა ვახტანგმა ეს სისტემა? როგორ იპოვა ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ენდოთ? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აშენდა მისი ქსელი. ვახტანგი არასოდეს არ ენდობოდა უცხო ადამიანებს, ის მუშაობდა მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებსაც იცნობდა წლების განმავლობაში, ადამიანებთან, რომლებთანაც ჰქონდა პირადი კავშირები. მისი ცოლი მაია რჩეულიშვილი, მისი ცოლის და რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც თავად იყო ყოფილი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ეს იყო ოჯახური ბიზნესი, სადაც ყველა იცნობდა ყველას და ყველა იყო დაკავშირებული ერთმანეთთან არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ სისხლით და ქორწინებით. ეს იყო ის, რასაც საქართველოში უწოდებენ კლანს სტრუქტურა, რომელიც ძლიერია არა იმიტომ, რომ აქვს ფული ან ძალაუფლება, არამედ იმიტომ, რომ აქვს ერთგულება. და ეს ერთგულება იყო ის, რაც აკავშირებდა ვახტანგს მის ადამიანებთან. ის არ იყო უბრალოდ ბოსი, ის იყო პატრონი, ადამიანი, რომელიც იზრუნებდა თავის ადამიანებზე, ეხმარებოდა მათ, იცავდა მათ. მაგრამ სანაცვლოდ ის მოითხოვდა აბსოლუტურ ერთგულებას, აბსოლუტურ დისკრეციას. ვინც მუშაობდა ვახტანგისთვის, იცოდა ერთი მარტივი წესი: არასოდეს არ ელაპარაკო, არასოდეს არ დაწერო, არასოდეს არ დატოვო კვალი. და ეს წესი მუშაობდა. 10 წლის განმავლობაში, რაც ვახტანგი იყო პოლიტიკის ცენტრში, არ ყოფილა არც ერთი სერიოზული სკანდალი, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდებოდა მას. იყო ჭორები, იყო ეჭვები, მაგრამ არასოდეს ყოფილა მტკიცებულებები. მაგრამ როგორ შეძლო ამან? როგორ შეძლო ვახტანგმა ყოფილიყო ერთდროულად ასე გავლენიანი და ასე უხილავი? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ იყენებდა ის თავის პოლიტიკურ პოზიციას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მას ჰქონდა წვდომა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, ჰქონდა გავლენა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. მაგრამ ის არასოდეს არ იყენებდა ამ გავლენას პირდაპირ, ის მუშაობდა ჩრდილში, მუშაობდა სხვა ადამიანების მეშვეობით. როდესაც სჭირდებოდა რაიმე კანონის მიღება, ვახტანგი არასოდეს არ დგებოდა ტრიბუნაზე, ის ელაპარაკებოდა სხვა დეპუტატებს კულუარებში. როდესაც სჭირდებოდა რაიმე ბიზნეს გარიგების დახურვა, ვახტანგი არასოდეს არ ხვდებოდა პირდაპირ მეორე მხარეს, ის აგზავნიდა თავის ადამიანებს. ეს იყო ხელოვნება, ხელოვნება იყო ძალაუფლებაში და ამავდროულად უხილავი. და ვახტანგი იყო ამ ხელოვნების მასტერი. მაგრამ ყველა ხელოვნებას აქვს თავისი ფასი. ის, რაც აძლევდა ვახტანგს ძალას, მისი უხილავობა, მისი უნარი მუშაობდა ჩრდილში, ეს იყო ის, რაც ასევე აძლევდა მას მარტოობას. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰყავდა ბევრი თანამშრომელი, მაგრამ ცოტა მეგობარი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობდა, მაგრამ არავინ რეალურად არ იცნობდა. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ყველაფრის ცენტრში, მაგრამ ამავდროულად იყო მარტო. და შესაძლოა სწორედ ეს მარტოობა იყო ის, რაც აიძულებდა ვახტანგს აგრძელებდა თამაშს. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ეძებდა სიყვარულს ან აღიარებას, ის ეძებდა ძალაუფლებას, ეძებდა კონტროლს. და ის იცოდა, რომ ძალაუფლება არ მოდის საჯარო აღიარებიდან, ის მოდის საიდუმლო კავშირებიდან, საიდუმლო გარიგებებიდან, საიდუმლო ინფორმაციებიდან. ვახტანგი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცოდა მეტი, ვიდრე სხვები, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო ერთი ნაბიჯით წინ. და ეს იყო მისი რეალური ძალა, არა ფული, არა თანამდებობა, არამედ ინფორმაცია და კავშირები. მაგრამ როგორ იღებდა ვახტანგი ამ ინფორმაციას? როგორ აშენდა მისი დაზვერვის ქსელი? ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ვახტანგს ჰქონდა ადამიანები ყველგან, პარლამენტში, მთავრობაში, უშიშროების სამსახურებში, ბიზნეს წრეებში. ეს არ იყო ოფიციალური აგენტები, ეს იყო ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ელაპარაკებოდნენ ვახტანგს, უზიარებდნენ მას ინფორმაციას, ამბობდნენ მას რა ხდებოდა. ზოგი აკეთებდა ამას ფულისთვის, ზოგი ერთგულებისთვის, ზოგი იმიტომ, რომ ეშინოდა. მაგრამ შედეგი იყო ერთი და იგივე, ვახტანგი ყოველთვის იცოდა რა ხდებოდა, ყოველთვის იყო ინფორმირებული, ყოველთვის იყო მზად. და ეს მზადყოფნა იყო ის, რაც გადაარჩინა მას 2013 წელს, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია. როდესაც სხვა პოლიტიკოსები გაოცებულები იყვნენ, როდესაც სხვები ცდილობდნენ გაერკვიათ რა ხდებოდა, ვახტანგი უკვე იცოდა, რომ თამაში დასრულდა. ის იცოდა, რომ ძველი წესრიგი მთავრდებოდა და ახალი იწყებოდა. და ის იცოდა, რომ ამ ახალ წესრიგში მისთვის აღარ იყო ადგილი. ამიტომ ის გადადგა, არა იმიტომ, რომ დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ იცოდა, როდის უნდა წასულიყო. ეს იყო მისი ბოლო გენიალური ნაბიჯი, გასვლა სანამ ძალით არ გააძევებდნენ, გასვლა ისე, რომ შეენარჩუნებინა თავისი ღირსება და, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, თავისი სიმდიდრე. მაგრამ რა იყო ამ სიმდიდრის რეალური ზომა? რამდენი ფული ჰქონდა რეალურად ვახტანგ რჩეულიშვილს?
ეს არის კითხვა, რომელზეც არავინ არასოდეს არ უპასუხა ზუსტად. ოფიციალური დეკლარაციები ამბობდა ერთს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ რეალობა იყო სულ სხვა. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ვახტანგის ქონება შეიძლებოდა გაზომილიყო ათობით მილიონებში, უძრავი ქონება თბილისში და აჭარაში, ბიზნეს ინტერესების სხვადასხვა სექტორებში, ბანკის ანგარიშები საზღვარგარეთ. მაგრამ ყველაფერი ეს იყო დაფარული, კომპანიები რეგისტრირებული იყო სხვა ადამიანების სახელებზე, ქონება იყო გაფანტული სხვადასხვა იურიდიულ პირებზე, ფული იყო გადანაწილებული სხვადასხვა ანგარიშებზე. ეს იყო ის, რასაც ყოფილმა თანამშრომელმა უწოდა არასოდეს არ ტოვებდა კვალს. ვახტანგი იყო ადამიანი, რომელიც ფლობდა ყველაფერს, მაგრამ ოფიციალურად არაფერს. ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს, მაგრამ არაფერზე არ აწერდა ხელს. ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ყველგან, მაგრამ არსად. და ეს იყო მისი გენიალურობა, ის შექმნა სისტემა, რომელიც მუშაობდა მის გარეშე, სისტემა, რომელიც გააგრძელებდა მუშაობას მაშინაც კი, როდესაც ის თავად წავიდოდა პოლიტიკიდან. და ეს სისტემა მუშაობდა 2013 წლის შემდეგაც, მუშაობდა ახალი ხელისუფლების დროსაც, მუშაობდა მანამ, სანამ ვახტანგი ცოცხალი იყო. მაგრამ რა იყო ამ სისტემის რეალური ბუნება? როგორ მუშაობდა ის? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ვიწყებთ პასუხის მიღებას მხოლოდ ახლა, წლების შემდეგ, როდესაც ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ სისტემის ნაწილი, იწყებენ საუბარს. და ის, რასაც ისინი ამბობენ, ხსნის ბევრ რამეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა რეალურად ძალაუფლება საქართველოში იმ წლებში, როგორ იყო ის არაოფიციალური ინსტიტუტების საქმე, არამედ პირადი კავშირების, როგორ იყო ის არაკანონების საქმე, არამედ შეთანხმებების, როგორ იყო ის არასაჯარო პოლიტიკის საქმე, არამედ საიდუმლო გარიგებების. 2015 წელს, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია ვახტანგ რჩეულიშვილის ბიზნეს იმპერიის სტრუქტურაში, მან იპოვა რაღაც უჩვეულო. თბილისის საკაძის მოედანზე მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის დოკუმენტებში, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნოდა კომპანიას სახელწოდებით თბილისი დეველოპმენტი, არსებობდა საიდუმლო დანართი, დოკუმენტი, რომელიც არ იყო საჯარო რეესტრში, მაგრამ რომელიც ინახებოდა ნოტარიუსის არქივში. ამ დოკუმენტში იყო ჩამოთვლილი რეალური მფლობელები, 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან თითოეული ფლობდა მცირე პროცენტს, მაგრამ ერთად ისინი ქმნიდნენ ქსელს, რომელიც აკონტროლებდა მთელ პროექტს. და ამ ქსელის ცენტრში, თუმცა არაოფიციალურად იყო ერთი ადამიანი, ვახტანგ რჩეულიშვილი. როგორ იცოდა ამ ჟურნალისტმა? რადგან ყველა ამ 30 ადამიანიდან 35 იყო ან ვახტანგის ნათესავი, ან მისი ყოფილი თანამშრომელი, ან ადამიანი, რომელიც მუშაობდა მისთვის წლების განმავლობაში. ეს იყო ის, რასაც ფინანსურ ექსპერტები უწოდებენ ოფშორულ სტრუქტურას, არა იმ გაგებით, რომ კომპანიები იყო რეგისტრირებული საზღვარგარეთ, არამედ იმ გაგებით, რომ რეალური მფლობელობა იყო დამალული მრავალი იურიდიული პირის უკან. ეს იყო სისტემა, რომელიც იყო ერთდროულად ლეგალური და გამჭვირვალე, ყველა დოკუმენტი იყო სწორი, ყველა გადასახადი იყო გადახდილი, ყველა ფორმალობა იყო დაცული. მაგრამ ამავდროულად ეს იყო სისტემა, რომელიც მალავდა რეალურ სურათს, რომელიც აძლევდა შესაძლებლობას ერთ ადამიანს აკონტროლებდა ყველაფერს, მაგრამ ოფიციალურად არაფერს არ ფლობდა. და ეს არ იყო მხოლოდ ერთი პროექტი. როდესაც ჟურნალისტმა გააგრძელა გამოძიება, მან იპოვა იგივე სტრუქტურა აჭარაში, იპოვა იგივე სტრუქტურა სხვა პროექტებში თბილისში, იპოვა იგივე სტრუქტურა სხვადასხვა ბიზნესებში. ყველგან იყო იგივე სქემა, მრავალი მცირე მფლობელი, რომლებიც ერთად ქმნიდნენ ქსელს, და ამ ქსელის ცენტრში იყო ვახტანგი. ეს იყო იმპერია, რომელიც აშენებული იყო არა ძალაზე, არამედ ჭკუაზე, არა აშკარა კონტროლზე, არამედ ფარულ გავლენაზე. ეს იყო იმპერია, რომელიც შეიძლებოდა არსებობდა მხოლოდ იმ გარემოში, სადაც ოფიციალური წესები იყო ერთი, ხოლო რეალური წესები სულ სხვა. მაგრამ როგორ შექმნა ვახტანგმა ეს იმპერია? საიდან მოვიდა საწყისი კაპიტალი? ეს არის კითხვა, რომელზეც არავინ არასოდეს არ უპასუხა ზუსტად. ოფიციალური ვერსია ამბობს, რომ ვახტანგი იყო წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც გააკეთა ფული ლეგალური ბიზნესით. მაგრამ ყველა მიცის, რომ 1990-იანი წლების საქართველოში, როდესაც ქვეყანა იყო ქაოსში, როდესაც ეკონომიკა იყო კოლაფსში, ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა ფული მხოლოდ ლეგალური ბიზნესით. რეალობა იყო უფრო რთული, ფული მოდიოდა სხვადასხვა წყაროდან, ზოგი ლეგალური, ზოგი ნაკლებად ლეგალური, ზოგი სრულიად ნაცრისფერი ზონიდან. ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ვახტანგის პირველი დიდი ფული მოვიდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ვაჭრობა რუსეთთან. ეს იყო დრო, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, როდესაც ძველი ეკონომიკური კავშირები იშლებოდა, მაგრამ ახალი ჯერ არ იყო შექმნილი.
ეს იყო დრო შესაძლებლობებისა, ვისაც ჰქონდა კავშირები, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია, ვისაც ჰქონდა გამბედაობა, შეეძლო გაეკეთებინა ფული. და ვახტანგს ჰქონდა ყველაფერი ეს, ჰქონდა კავშირები თავისი უნივერსიტეტის წლებიდან, ჰქონდა ინფორმაცია თავისი პოლიტიკური პოზიციიდან, ჰქონდა გამბედაობა თავისი ხასიათიდან. მაგრამ ვაჭრობა იყო მხოლოდ დასაწყისი. რეალური ფული მოვიდა მოგვიანებით, როდესაც ვახტანგმა დაიწყო ინვესტიცია უძრავ ქონებაში. ეს იყო გენიალური ნაბიჯი 1990-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ იყო ქაოსში, როდესაც ხალხი ყიდდა ყველაფერს, რაც ჰქონდა უბრალოდ გადარჩენისთვის, უძრავი ქონების ფასები იყო უკიდურესად დაბალი. ვახტანგმა იყიდა ბინები, იყიდა მიწა, იყიდა შენობები. და შემდეგ დაელოდა, როდესაც ქვეყანა სტაბილიზდებოდა, როდესაც ეკონომიკა იწყებდა აღდგენას, როდესაც ფასები იწყებდა ზრდას. და როდესაც ეს მოხდა, ვახტანგის ქონების ღირებულება გაიზარდა 10-ჯერ, 20-ჯერ, ზოგჯერ 40-ჯერ. ეს იყო ის, რასაც ეკონომისტები უწოდებენ სტრატეგიულ ინვესტიციას, ინვესტიცია, რომელიც გაკეთებულია არა მოკლევადიანი მოგებისთვის, არამედ გრძელვადიანი სტრატეგიისთვის. და ვახტანგი იყო მასტერი ამ სტრატეგიაში. ის არასოდეს არ ეძებდა სწრაფ მოგებას, ის აშენებდა იმპერიას, რომელიც გაგრძელდებოდა წლების განმავლობაში. ის არასოდეს არ რისკავდა ყველაფერს ერთ პროექტზე, ის ანაწილებდა თავის ინვესტიციებს სხვადასხვა სექტორებში, სხვადასხვა პროექტებში. ის არასოდეს არ აჩვენებდა თავის რეალურ სიმდიდრეს, ის მალავდა მას მრავალი კომპანიის, მრავალი იურიდიული პირის უკან. და ეს სტრატეგია მუშაობდა. 2000-იანი წლების დასაწყისისთვის ვახტანგ რჩეულიშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი იცოდა ამის შესახებ, რადგან ვახტანგი არასოდეს არ ლაპარაკობდა თავის სიმდიდრეზე, არასოდეს არ აჩვენებდა მას საჯაროდ. ის ცხოვრობდა კარგად, მაგრამ არა ექსტრავაგანტულად. ის ფლობდა ძვირად ღირებულ მანქანებს, მაგრამ არა ყველაზე ძვირს. ის ცხოვრობდა კარგ სახლში, მაგრამ არა პალატში. ის იყო მდიდარი, მაგრამ არ ჩანდა როგორც ყველაზე მდიდარი. და ეს იყო მისი სტრატეგია, იყო მდიდარი, მაგრამ არ გამოჩენილიყო როგორც ძალიან მდიდარი, ჰქონდეს ძალაუფლება, მაგრამ არ გამოჩენილიყო როგორც ძალიან ძლიერი. მაგრამ რატომ? რატომ ირჩევდა ვახტანგი ამ სტრატეგიას? პასუხი მარტივია, რადგან ის იცოდა, რომ საქართველოში, როგორც ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ძალიან მდიდარი და ძალიან ძლიერი ადამიანები ხდებოდნენ სამიზნეები. სამიზნეები კონკურენტებისთვის, სამიზნეები პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის, სამიზნეები კრიმინალური ჯგუფებისთვის. ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც ეძებდა ყურადღებას, ის ეძებდა უსაფრთხოებას. და უსაფრთხოება მოდიოდა არა იმიტომ, რომ იყავი ყველაზე ძლიერი, არამედ იმიტომ, რომ იყავი უხილავი, იყავი ადამიანი, რომელზეც ყველა იცოდა, მაგრამ არავინ რეალურად არ იცნობდა. და ეს უხილაობა იყო ის, რაც გადაარჩინა ვახტანგს 2013 წლის შემდეგ, როდესაც ბევრი სხვა ოლიგარქი და პოლიტიკოსი დაკარგა ყველაფერი. როდესაც ახალი ხელისუფლება დაიწყო ბრძოლა კორუფციასთან, როდესაც ბევრი ყოფილი ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა ციხეში ან გაიქცა ქვეყნიდან, ვახტანგი დარჩა თავისუფალი. რატომ? რადგან არ იყო მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, რადგან ყველაფერი იყო ლეგალური, რადგან ის არასოდეს არ ტოვებდა კვალს. ის დაკარგა თავის პოლიტიკურ გავლენას, მაგრამ შეინარჩუნა თავისი ბიზნესი. ის აღარ იყო ძალაუფლების ცენტრში, მაგრამ კვლავ იყო მდიდარი. ის აღარ იყო საჯარო ფიგურა, მაგრამ კვლავ იყო გავლენიანი. და ეს იყო მისი ბოლო გამარჯვება არა იმიტომ, რომ მოიგო, არამედ იმიტომ, რომ გადარჩა. გადარჩა იმ დროს, როდესაც ბევრი სხვა არ გადარჩა. გადარჩა იმიტომ, რომ იცოდა, როდის უნდა წასულიყო, როდის უნდა დაეთმო, როდის უნდა დამალულიყო. ვახტანგ რჩეულიშვილი არ იყო გმირი, ის იყო გადარჩენილი. ის არ იყო იდეოლოგი, ის იყო პრაგმატიკოსი. ის არ იყო რევოლუციონერი, ის იყო ადაპტირებული. და სწორედ ეს უნარი ადაპტირებულიყო, უნარი გადარჩენოდა, უნარი ყოფილიყო ის, რაც სჭირდებოდა იმ მომენტში, იყო მისი რეალური ძალა. მაგრამ რა იყო ამ ყველაფრის ფასი? რა დაკარგა ვახტანგმა თავისი გადარჩენისთვის? ეს არის კითხვა, რომელზეც შეიძლება არასოდეს გავიგოთ პასუხი, რადგან ვახტანგი არასოდეს არ ლაპარაკობდა თავის პირად ცხოვრებაზე, არასოდეს არ აჩვენებდა თავის ემოციებს, არასოდეს არ ამბობდა რას გრძნობდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ატარებდა ნიღაბს წარმატებული ბიზნესმენის, ნიღაბს გავლენიანი პოლიტიკოსის, ნიღაბს სოციალური სამართლიანობის მებრძოლის. მაგრამ რა იყო ამ ნიღბის უკან? ვინ იყო რეალური ვახტანგ რჩეულიშვილი?
ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ვიწყებთ პასუხის მიღებას მხოლოდ ახლა, როდესაც ვიხედებით უკან მის ცხოვრებაზე, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ არა მხოლოდ რას აკეთებდა, არამედ რატომ აკეთებდა, არა მხოლოდ როგორ გადარჩა, არამედ რა დაუჯდა ეს გადარჩენა. მთელი ჩემი ცხოვრება ვუსმენდი ვახტანგს, როგორ ლაპარაკობდა სოციალურ სამართლიანობაზე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ვნახე, როგორ ატირდა ის იმ დღეს, როდესაც მისმა ექიმმა უთხრა დიაგნოზი, რომელიც არასოდეს არ გახდა საჯარო, ამბობს ადამიანი, რომელიც იყო რჩეული შვილის პირადი მდივანი 10 წლის განმავლობაში და ახლა, პირველად 25 წლის შემდეგ, თანახმა ილაპარაკოს კამერების წინაშე. ის ზის ჩვენ სტუდიაში, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს, თვალები ავსებს ცრემლებით, როდესაც იხსენებს იმ დღეს 2011 წელს, როდესაც ყველაფერი შეიცვალა. ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც აჩვენებდა სისუსტეს. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ექიმმა გავიდა მისი კაბინეტიდან, ის იჯდა თავის სავარძელში და უბრალოდ ტიროდა. არა ხმამაღლა, ვახტანგი არასოდეს არ აკეთებდა არაფერს ხმამაღლა. მაგრამ ცრემლები მიედინებოდა მის სახეზე და ის არაფერს ამბობდა. მე შევედი, ვკითხე რა მოხდა, მაგრამ მან მხოლოდ თავი გაიქნია და მითხრა, არაფერი. უბრალოდ დრო გავიდა. რას ნიშნავდა ეს? რა დიაგნოზი მიიღო ვახტანგ რჩეულიშვილმა იმ დღეს? და რატომ ეს ინფორმაცია არასოდეს არ გახდა საჯარო, მაშინაც კი, როდესაც ის გარდაიცვალა 2017 წელს? ის, რასაც ეს ყოფილი მდივანი გვიყვება დღეს, ხსნის ბევრ რამეს იმის შესახებ, თუ რატომ შეიცვალა ვახტანგის ქცევა 2011 წლის შემდეგ. მანამდე ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის აკონტროლებდა ყველაფერს, ყოველთვის იყო ყველაფრის ცენტრში, ყოველთვის იცოდა რა ხდებოდა. მაგრამ ამ დროიდან რაღაც შეიცვალა. ის დაიწყო უფრო მეტი დროის გატარება ოჯახთან, დაიწყო უფრო ნაკლები ყურადღების მიქცევა ბიზნესს, დაიწყო უფრო მეტი საუბარი წარსულზე. ის იწყებდა ისტორიების მოყოლას, იხსენებს მდივანი. ისტორიებს თავისი ახალგაზრდობის შესახებ, თავისი პირველი წლების შესახებ პოლიტიკაში, ადამიანების შესახებ, რომლებიც იცნობდა. ის არასოდეს არ აკეთებდა ამას ადრე, ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა წარსულში. მაგრამ ახლა, თითქოს ის ცდილობდა რაღაცის დამახსოვრებას, რაღაცის შენახვას, სანამ ძალიან გვიან არ იქნებოდა. მაგრამ რას ცდილობდა დაიმახსოვროს ვახტანგი? რა იყო ის, რაც მას სურდა შეენარჩუნებინა? ყოფილი მდივნის თქმით, ვახტანგი დაიწყო პირადი არქივის შექმნა, არქივი, რომელიც შეიცავდა დოკუმენტებს, ფოტოებს, ჩანაწერებს მთელი მისი კარიერის შესახებ. ის ყოველდღე ატარებდა რამდენიმე საათს ამ არქივთან მუშაობაში, ამბობს მდივანი. ის იღებდა ძველ დოკუმენტებს, კითხულობდა მათ, აკეთებდა ჩანაწერებს. ზოგჯერ ის მეძახდა და მეუბნებოდა, ნახე, ეს არის დოკუმენტი 1995 წლიდან, როდესაც ჩვენ ვქმნიდით პარტიას. ნახე, როგორ იყო ყველაფერი მარტივი მაშინ. მაგრამ შემდეგ ის ჩუმდებოდა და ხვდებოდი, რომ ის არ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ იყო ყველაფერი მარტივი, ის ფიქრობდა იმაზე, თუ რა დაკარგა გზაზე. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ ცხოვრების გადახედვას, პროცესი, რომელსაც ბევრი ადამიანი გადის, როდესაც აცნობიერებს, რომ დრო იწურება. მაგრამ ვახტანგისთვის ეს არ იყო უბრალოდ ნოსტალგია, ეს იყო მცდელობა გაეგო, რა იყო ყველაფერი ამის აზრი. ის იყო ადამიანი, რომელმაც მიაღწია ყველაფერს, ჰქონდა ძალაუფლება, ჰქონდა სიმდიდრე, ჰქონდა გავლენა. მაგრამ ახლა, როდესაც ის იცოდა, რომ დრო იწურებოდა, ის იწყებდა კითხვას, რისთვის იყო ყველაფერი ეს? რა დატოვა ის თავის შემდეგ? რა იქნება მისი მემკვიდრეობა? ყოფილი მდივნის თქმით, ვახტანგი განსაკუთრებით ინერვიულებდა ერთი კითხვის გამო, როგორ დაიმახსოვრებდნენ მას ხალხი. ის მეკითხებოდა, როგორ ფიქრობ, რა სიტყვიან ხალხი ჩემ შესახებ, როდესაც მე აღარ ვიქნები, მე ვცდილობდი ვეთქვა რაღაც დამამშვიდებელი, მაგრამ ის იცოდა რეალობა. ის იცოდა, რომ ზოგი იტყოდა, რომ ის იყო კორუმპირებული პოლიტიკოსი, ზოგი იტყოდა, რომ ის იყო ოლიგარქი, ზოგი იტყოდა, რომ ის იყო ორპირი. და ეს აწუხებდა მას, არა იმიტომ, რომ ის სრუნავდა თავის რეპუტაციაზე, არამედ იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ეს იყო სიმართლე. ის იცოდა, რომ ის რეალურად იყო ყველაფერი, ეს იყო პოლიტიკოსი, რომელიც იყენებდა თავის პოზიციას ბიზნესისთვის, იყო ბიზნესმენი, რომელიც იყენებდა თავის ფულს პოლიტიკისთვის, იყო სოციალისტი, რომელიც ცხოვრობდა როგორც კაპიტალისტი. მაგრამ ეს თვითშეგნება არ ნიშნავდა მონანიებას. ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც ინანებდა თავის არჩევანს, ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაემართლებინა ისინი. ის მეუბნებოდა, იხსენებს მდივანი, რომ ის აკეთებდა იმას, რაც სჭირდებოდა გადარჩენისთვის. რომ საქართველო იყო ქვეყანა, სადაც თუ არ იყავი ძლიერი, გაგანადგურებდნენ. რომ თუ ის არ იქნებოდა ის, ვინც იყო, ის დღეს არ იქნებოდა აქ. და შესაძლოა ის მართალი იყო, შესაძლოა რეალურად არ არსებობდა სხვა გზა.
მაგრამ ამავდროულად ვხედავდი მის თვალებში, რომ ის თავად არ იყო დარწმუნებული ამაში. ვხედავდი, რომ ის ეკითხებოდა თავის თავს, იყო თუ არა სხვა გზა. შეეძლო თუ არა მას ყოფილიყო სხვა გვარი, ეს კითხვები ხდებოდა უფრო და უფრო ინტენსიური, როგორც გადიოდა დრო. 2012 წელს, როდესაც ვახტანგის ჯანმრთელობა იწყებდა გაუარესებას, ის დაიწყო უფრო ხშირად საუბარი თავის ოჯახთან. მისი ცოლი მაია, რომელიც ყოველთვის იყო ჩრდილში, ახლა ხდებოდა უფრო მნიშვნელოვანი მისი ცხოვრებისთვის. ის ატარებდა უფრო მეტ დროს სახლში, ამბობს მდივანი. ის ნაკლებად დადიოდა ოფისში, ნაკლებად ხვდებოდა ადამიანებს. ის უბრალოდ სურდა ყოფილიყო ოჯახთან, ყოფილიყო იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად იცნობდნენ მას, არა იმ ნიღაბს, რომელსაც ის ატარებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ვინ იყო რეალური ვახტანგი ამ ნიღბის უკან? ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც იცნობდა მხოლოდ მისი ოჯახი? ყოფილი მდივნის თქმით, ვახტანგი სახლში იყო სრულიად სხვა ადამიანი, არა ძლიერი, არა გაანგარიშებული, არა ყოველთვის კონტროლში. ის იყო უბრალოდ ადამიანი, ამბობს მდივანი. ადამიანი, რომელსაც უყვარდა თავისი ოჯახი, რომელიც ინერვიულებდა თავისი შვილების გამო, რომელიც ეშინოდა მომავლის. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ეჭვები, ჰქონდა შიშები, ჰქონდა სისუსტეები. მაგრამ ეს მხარე მისი პიროვნებისა არასოდეს არ ჩანდა საჯაროდ, ის ინახავდა მას მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რეალურად ენდობოდა. და ეს ნდობა იყო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვახტანგისთვის. არა ფული, არა ძალაუფლება, არა გავლენა, არამედ ნდობა. ნდობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იყვნენ მის გვერდით, რომლებიც იცნობდნენ მის საიდუმლოებებს, რომლებიც არასოდეს არ ღალატობდნენ მას. ვახტანგი მეუბნებოდა, იხსენებს მდივანი, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი არ არის ფული ან ძალაუფლება, ყველაზე ძვირფასი არის ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ენდო. რომ ის ჰყავდა ბევრი თანამშრომელი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მეგობარი. და რომ ეს რამდენიმე მეგობარი იყო უფრო ღირებული, ვიდრე ყველა მისი სიმდიდრე ერთად. მაგრამ ვინ იყვნენ ეს მეგობრები? ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ვახტანგი რეალურად ენდობოდა? ყოფილი მდივანი არ ასახელებს სახელებს, ეს არ არის ჩემი საქმე, ამბობს ის. მაგრამ ის ამბობს, რომ ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ვახტანგის გვერდით დასაწყისიდან, ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ მას მანამდე, სანამ ის გახდებოდა ძლიერი, ადამიანები, რომლებიც რჩებოდნენ მის გვერდით მაშინაც კი, როდესაც ის კარგავდა ძალაუფლებას. ეს იყვნენ ადამიანები, ამბობს მდივანი, რომლებიც არ სჭირდებოდათ ვახტანგი იმისთვის, რაც მას ჰქონდა, მათ სჭირდებოდათ ის იმისთვის, ვინც ის იყო. და ვახტანგი იცოდა ამის ღირებულება. ეს ღირებულება ხდებოდა უფრო და უფრო აშკარა, როგორც ვახტანგი ბერდებოდა და მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა. 2014 წელს, როდესაც მისი მდგომარეობა გახდა კრიტიკული, ის გარშემორტყმული იყო არა თავისი ბიზნეს პარტნიორებით, არა თავისი პოლიტიკური მოკავშირეებით, არამედ თავისი ოჯახით და იმ რამდენიმე ადამიანით, რომლებსაც ის რეალურად ენდობოდა. ეს იყო პატარა წრე, ამბობს მდივანი. მაგრამ ეს იყო წრე, რომელიც რეალურად ზრუნავდა მასზე, არა იმიტომ, რომ ის იყო ძლიერი ან მდიდარი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ვახტანგი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისი ნაკლოვანებები, მაგრამ რომელიც ასევე ჰქონდა თავისი ღირსებები, ადამიანი, რომელიც აკეთებდა შეცდომებს, მაგრამ რომელიც ასევე ცდილობდა გაეკეთებინა სწორი. და ეს მცდელობა გაეკეთებინა სწორი, მცდელობა ყოფილიყო კარგი ადამიანი, მცდელობა დაეტოვებინა რაღაც დადებითი თავის შემდეგ იყო ის, რაც განსაზღვრავდა ვახტანგის ბოლო წლებს. ის იწყებდა ფილანთროპიას, არა საჯაროდ, არა დიდი განცხადებებით, არამედ ჩუმად, პირადად. ის ეხმარებოდა ადამიანებს, ამბობს მდივანი. ეხმარებოდა ძველ მეგობრებს, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები, ეხმარებოდა ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება, ეხმარებოდა უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც მიმართავდნენ მას. ის არ აკეთებდა ამას იმისთვის, რომ მიეღო აღიარება, ის აკეთებდა ამას იმისთვის, რომ გრძნობდა, რომ აკეთებდა რაღაც სწორს, რაღაც კარგს. მაგრამ იყო თუ არა ეს საკმარისი? იყო თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ გამოესყიდა ყველა ის, რაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში? იყო თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ შეეცვალა მისი მემკვიდრეობა? ყოფილი მდივანი არ იცის პასუხი ამ კითხვებზე. ვახტანგი თავად არ იცოდა პასუხი, ამბობს ის. ის ცდილობდა გაეკეთებინა რაღაც კარგი, რაღაც მნიშვნელოვანი. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ეს არასოდეს არ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ სრულად გამოესყიდა წარსული. ის იცოდა, რომ ის ყოველთვის იქნებოდა ადამიანი, რომელიც იყო ორპირი, რომელიც ლაპარაკობდა სოციალურ სამართლიანობაზე, მაგრამ ცხოვრობდა ფუფუნებაში. და ეს იყო ის, რასთან ერთად მას უწევდა ცხოვრება თავისი ცხოვრების ბოლო წლებში.
როგორ ცხოვრობთ თქვენ იმ ცოდნასთან, რომ თქვენი მთელი ცხოვრება იყო წინააღმდეგობა? როგორ ცხოვრობთ იმ ცოდნასთან, რომ თქვენ იყავით ერთდროულად გმირი და ბოროტმოქმედი, დამხმარე და ექსპლუატატორი, იდეალისტი და ციკი? ეს არის კითხვები, რომლებთან ერთად ვახტანგ რჩეულიშვილს უწევდა ცხოვრება თავისი ცხოვრების ბოლო წლებში. და ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ მის პასუხებს, რადგან ვახტანგი წავიდა, წაიღო თავისი საიდუმლოებები თან, დატოვა მხოლოდ კითხვები და ეჭვები, დატოვა მხოლოდ ისტორია ადამიანის შესახებ, რომელიც იყო ყველაფერი და არაფერი ერთდროულად. 2015 წელს, როდესაც ახალგაზრდა ექიმმა პირველად გახსნა ვახტანგ რჩეულიშვილის სამედიცინო ისტორია, რომელიც ინახებოდა ერთ-ერთი კერძო კლინიკის საიდუმლო არქივში, ის იპოვა რაღაცს, რაც არ უნდა არსებულიყო. ფურცელი ქაღალდის ჩასმული ძველ დოკუმენტებს შორის, რომელზეც იყო ხელნაწერი ჩანაწერი, პაციენტი არ დიაგნოზი, ქრონიკული დაავადება, პროგნოზი არახელსაყრელი, მკურნალობა პალიატიური. თარიღი 2011 წლის მარტი. შენიშვნა: პაციენტმა მოითხოვა სრული კონფიდენციალურობა, არავითარი ინფორმაცია არ უნდა გახდეს საჯარო. ამ დოკუმენტის ქვემოთ იყო ხელმოწერა ექიმისა, რომელიც გარდაიცვალა 2 წლის წინ, წაიღო თავისი საიდუმლოებების საფლავში. მაგრამ ეს დოკუმენტი დარჩა დოკუმენტი, რომელიც ხსნის იმას, თუ რატომ შეიცვალა ვახტანგის ქცევა მისი ცხოვრების ბოლო წლებში, რატომ დაიწყო ის საუბარი სიკვდილზე, რატომ გახდა ის უფრო რელიგიური, უფრო ფილოსოფიური, უფრო ჩაფიქრებული. რა იყო ეს დიაგნოზი, რომელიც ვახტანგმა დამალა მთელი მსოფლიოსგან? და რატომ ის არჩია სიკვდილით ჩუმად დიგნიტეტით, გარეშე დიდი დრამისა? ახალგაზრდა ექიმი, რომელიც იპოვა ეს დოკუმენტი, ახლა ზის ჩვენს სტუდიაში და პირველად საუბრობს იმაზე, რაც იპოვა. როდესაც ვნახე ეს ჩანაწერი, ამბობს ის, პირველი, რაც მიფიქრია, იყო რამდენი ადამიანი იცოდა ამის შესახებ. რამდენი ადამიანი იცოდა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი, ეს ძლიერი, გავლენიანი ადამიანი, რეალურად იყო მძიმე დავად. და მეორე, რაც მიფიქრია, იყო, როგორ შეძლო ამ ადამიანმა დამალა ეს 6 წლის განმავლობაში? როგორ შეძლო ის გააგრძელა თავისი ცხოვრება, თავისი ბიზნესი, თავისი საქმიანობა, როდესაც იცოდა, რომ დრო იწურებოდა? პასუხი ექიმის თქმით მდგომარეობს იმაში, თუ როგორი ადამიანი იყო ვახტანგი, ადამიანი, რომელიც არასოდეს არ აჩვენებდა სისუსტეს, არასოდეს არ ეძებდა თანაგრძნობას, არასოდეს არ სურდა ყოფილიყო ობიექტი სიბრალულისა. ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც სურდა ხალხმა იცოდა მისი პრობლემების შესახებ, ამბობს ექიმი. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის სურდა ყოფილიყო კონტროლში, ყოფილიყო ძლიერი, ყოფილიყო ის, ვინც აკონტროლებდა სიტუაციას. და როდესაც მან გაიგო თავისი დიაგნოზი, მან გადაწყვიტა, რომ ის აკონტროლებდა თუნდაც თავის სიკვდილს. ის არ სურდა ხალხი ენახა, როგორ სუსტდებოდა ის, როგორ კარგავდა ის თავის ძალას, როგორ ხდებოდა ის უბრალოდ კიდევ ერთი მოხუცი ავადმყოფი. ის სურდა დარჩენილიყო ხსოვნაში როგორც ძლიერი ადამიანი, როგორც ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა თავის ბედს ბოლომდე. და ეს კონტროლი იყო ის, რაც განსაზღვრავდა ვახტანგის ბოლო წლებს. ის არ ელოდა სიკვდილს პასიურად, ის ემზადებოდა მისთვის აქტიურად. ექიმის თქმით ვახტანგი დაიწყო თავისი საქმეების მოწესრიგება, არა იმ გაგებით, რომ ის წერდა ანდერძს ან ანაწილებდა ქონებას, არამედ იმ გაგებით, რომ ის ცდილობდა დაესრულებინა ყველა დაუსრულებელი საქმე, გადაეჭრა ყველა გადაუჭრელი პრობლემა, ეთქვა ყველა დაუთქმელი სიტყვა. ის იყო მეთოდური, ამბობს ექიმი. ის ჰქონდა სია ადამიანებისა, რომლებთანაც სურდა ელაპარაკა, სია საქმეებისა, რომლებიც სურდა დაესრულებინა, სია ადგილებისა, რომლებიც სურდა ენახა ბოლოჯერ. და ის მუშაობდა ამ სიაზე სისტემატურად, ყოველდღე, ნელა, მაგრამ მტკიცედ. ეს სია, ექიმის თქმით, იყო არა მხოლოდ პრაქტიკული საქმეების სია, ეს იყო ემოციური საქმეების სია. ის სურდა შეერიგებინა ადამიანებთან, რომლებთანაც ჰქონდა კონფლიქტები, ამბობს ექიმი. ის სურდა ეთქვა მადლობა ადამიანებს, რომლებმაც დაეხმარეს მას. ის სურდა ეხსნა ადამიანებს, რატომ აკეთებდა ის იმას, რასაც აკეთებდა. ეს არ იყო მონანიება, ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც ინანებდა. მაგრამ ეს იყო მცდელობა გაეგო და ახსნა, მცდელობა დაეტოვებინა რაღაც უფრო სრული, უფრო ჰუმანური სურათი თავის შესახებ. მაგრამ ვის ელაპარაკა ვახტანგი ამ ბოლო წლებში? ვის უთხრა ის თავისი საიდუმლოებები? ექიმი არ სახელებს, ეს არის პირადი, ამბობს ის. მაგრამ ის ამბობს, რომ ვახტანგი ელაპარაკა ბევრ ადამიანს, ძველ მეგობრებს, ყოფილ კოლეგებს, ბიზნეს პარტნიორებს, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ის ცდილობდა დაეხურა ყველა ღია თავი, ამბობს ექიმი. ის ცდილობდა დაეტოვებინა ყველაფერი მოწესრიგებული, ყველაფერი ნათელი, ყველაფერი გასაგები. ის არ სურდა დარჩენილიყო საიდუმლოებები, არ სურდა დარჩენილიყო კითხვები, არ სურდა დარჩენილიყო ეჭვები.
მაგრამ ეს იყო შეუძლებელი ამოცანა. როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელმაც ცხოვრება გაატარა საიდუმლოებებში, უეცრად გახდეს სრულიად გამჭვირვალე? როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც იყო ასე რთული, ასე მრავალშრიანი, ასე წინააღმდეგობრივი, უეცრად გახდეს სრულიად გასაგები? ექიმის თქმით, ვახტანგი თავად აცნობიერებდა ამას. ის იცოდა, რომ ის ვერასოდეს შეძლებდა ახსნა ყველაფერი, ამბობს ექიმი. ის იცოდა, რომ ის ყოველთვის დარჩებოდა საიდუმლოებად ბევრი ადამიანისთვის. მაგრამ ის სურდა მაინც სცადა, სურდა მაინც გაეკეთებინა რაღაც, სურდა მაინც დაეტოვებინა რაღაც უფრო სრული სურათი თავის შესახებ. და ეს მცდელობა იყო ის, რაც აძლევდა მნიშვნელობას ვახტანგის ბოლო წლებს. ის არ იყო უბრალოდ ლოდინი სიკვდილისა, ეს იყო აქტიური მუშაობა თავის მემკვიდრეობაზე, აქტიური მცდელობა ჩამოყალიბდეს ის, თუ როგორ დაიმახსოვრებდნენ მას. ვახტანგი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა თავის იმიჯზე, ამბობს ექიმი. მაგრამ ბოლო წლებში ეს იყო არა იმიჯი ძალაუფლებისა ან სიმდიდრისა, ეს იყო იმიჯი ჰუმანურობისა, იმიჯი სირთულისა, იმიჯი ადამიანისა, რომელიც იყო არა მხოლოდ პოლიტიკოსი ან ბიზნესმენი, არამედ ადამიანი თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. მაგრამ წარმატებული იყო თუ არა ეს მცდელობა? შეძლო თუ არა ვახტანგმა შეცვალა ის, თუ როგორ აღიქვამდნენ მას ხალხი? ექიმი არ იცის პასუხი ამ კითხვაზე. ეს არის კითხვა, რომელზეც მხოლოდ ისტორია უპასუხებს, ამბობს ის. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ როგორ დაიმახსოვრებენ ვახტანგ რჩეულიშვილს, როგორც კორუმპირებულ პოლიტიკოსს, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, როგორც ორპირ სოციალისტს, თუ როგორც რთულ ადამიანს, რომელიც ცდილობდა გადარჩენოდა და წარმატებული ყოფილიყო რთულ დროში. და ეს რთული დრო იყო ის, რაც განსაზღვრავდა ვახტანგის ცხოვრებას. ის ცხოვრობდა დროში, როდესაც საქართველო გადიოდა უზარმაზარ ტრანსფორმაციას, დროში, როდესაც ძველი წესრიგი იშლებოდა და ახალი იქმნებოდა, დროში, როდესაც ყველაფერი იყო შესაძლებელი და არაფერი იყო გარანტირებული. ეს იყო დრო, როდესაც ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ გამბედაობა, ჭკუა და კავშირები, შეეძლოთ გაეკეთებინათ ყველაფერი. და ვახტანგი იყო ერთ-ერთი ამ ადამიანებიდან, ადამიანი, რომელმაც გამოიყენა ეს შესაძლებლობები, გამოიყენა ეს ქაოსი, გამოიყენა ეს ტრანსფორმაცია თავისი სასარგებლოდ. მაგრამ რა იყო ამის ფასი? რა დაუჯდა ვახტანგს ეს წარმატება? ექიმის თქმით, ფასი იყო მაღალი, ფასი იყო მისი ჯანმრთელობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი შინაგანი მშვიდობა. ვახტანგი იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო სტრესში, ამბობს ექიმი. ის ყოველთვის ინერვიულებდა, ყოველთვის ფიქრობდა, ყოველთვის გეგმავდა. ის არასოდეს არ ისვენებდა, არასოდეს არ ისვენებდა რეალურად. და ეს სტრესი, ეს მუდმივი ძაბვა, ეს მუდმივი ფხიზლობა, ეს ყველაფერი აისახა მის ჯანმრთელობაზე. ის იყო ადამიანი, რომელიც მოიგო ყველაფერი, მაგრამ დაკარგა თავისი ჯანმრთელობა პროცესში. და ეს დანაკარგი იყო ის, რასთან ერთად ვახტანგს უწევდა ცხოვრება თავისი ცხოვრების ბოლო წლებში. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი, ფული, გავლენა, პატივისცემა, მაგრამ რომელსაც არ ჰქონდა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჯანმრთელობა, დრო, მშვიდობა. ის მეუბნებოდა, იხსენებს ექიმი, რომ თუ ის შეეძლო დაბრუნებოდა უკან, ის შეცვლიდა ბევრ რამეს. რომ ის ნაკლებად იმუშავებდა, მეც დაატარებდა დროს ოჯახთან, მეც ისვენებდა. მაგრამ ამავდროულად ის იცოდა, რომ ეს იყო შეუძლებელი, რომ ის იყო ის, ვინც იყო და რომ ის ვერ შეეძლო ყოფილიყო სხვაგვარი. ეს თვითშეგნება იმისა, რომ შენ ხარ ის, ვინც ხარ და რომ შენ ვერ შეძლებ შეცვალო ეს ფუნდამენტურად იყო ის, რასთან ერთად ვახტანგს უწევდა ცხოვრება. ის არ იყო ადამიანი, რომელიც ინანებდა თავის არჩევანს, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც აცნობიერებდა მათ შედეგებს. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ ის გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა გადარჩენისთვის და წარმატებისთვის, მაგრამ რომელიც ასევე იცოდა, რომ ამას ჰქონდა თავისი ფასი. ფასი, რომელიც ის იხდიდა ახლა, თავისი ცხოვრების ბოლო წლებში. და ეს ფასი იყო არა მხოლოდ ფიზიკური, ეს იყო ასევე ემოციური, ფსიქოლოგიური, სულიერი. ვახტანგი იყო ადამიანი, რომელიც ატარებდა დიდ ტვირთს, ამბობს ექიმი. ტვირთს ყველა იმ გადაწყვეტილებისა, რომლებიც მან მიიღო, ყველა იმ საქმისა, რომლებიც მან გააკეთა, ყველა იმ კომპრომისისა, რომლებიც მან გააკეთა. და ეს ტვირთი ხდებოდა უფრო და უფრო მძიმე, როგორც ის ბერდებოდა, როგორც ის უახლოვდებოდა სიკვდილს, როგორც ის იწყებდა გადახედვას თავის ცხოვრებას და ფიქრს იმაზე, თუ რა იყო ყველაფერი ამის აზრი. რა იყო ყველაფერი ამის აზრი? ეს არის კითხვა, რომელზეც ვახტანგ რჩეულიშვილი ფიქრობდა თავისი ცხოვრების ბოლო წლებში. და ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ ყველა ვფიქრობთ, როდესაც ვიხედებით უკან მის ცხოვრებაზე, რა იყო ყველაფერი ამის აზრი. რა დატოვა ის თავის შემდეგ? რა იყო მისი მემკვიდრეობა?
ეს არის კითხვები, რომლებზეც არ არსებობს მარტივი პასუხები, რადგან ვახტანგ რჩეულიშვილი იყო რთული ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა რთულ დროში და აკეთებდა რთულ არჩევანს. და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვცადოთ გავიგოთ ეს სირთულე, ვცადოთ გავიგოთ ეს წინააღმდეგობები, ვცადოთ გავიგოთ ეს ადამიანი არა როგორც გმირი ან ბოროტმოქმედი, არამედ როგორც ადამიანი, უბრალოდ ადამიანი თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, თავისი წარმატებებითა და წარუმატებლობებით, თავისი სინათლითა და ჩრდილით. 2016 წელს ზუსტად 1 წლით ადრე ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებამდე მოხდა რაღაც, რაც არასოდეს გახდა საჯარო, მაგრამ რომელიც ხსნის ბევრ რამეს იმის შესახებ, თუ ვინ იყო რეალურად ეს ადამიანი. ერთ ღამეს, როდესაც თბილისი იყო ჩაფლული ბნელში, როდესაც ქალაქის წინავდა, ვახტანგი გავიდა თავისი სახლიდან და მარტო, გარეშე მძღოლისა, გარეშე დაცვისა, გარეშე არავისა, ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა. ის მიდიოდა არა თავის ოფისში, არა თავის ბიზნეს პარტნიორებთან, არა თავის პოლიტიკურ მოკავშირეებთან, ის მიდიოდა ადგილას, სადაც არავინ მოელოდა მას, ადგილას, რომელიც იყო ნაწილი მისი წარსულისა, ადგილას, რომელიც იყო დაკავშირებული მის ახალგაზრდობასთან, მის პირველ წლებთან, მის დასაწყისთან. ის მიდიოდა უბანში, სადაც ის გაიზარდა, სადაც ის იყო უბრალოდ ვახტანგი, არა ძლიერი პოლიტიკოსი, არა მდიდარი ბიზნესმენი, არა გავლენიანი ადამიანი, უბრალოდ ბიჭი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები და ამბიციები. ეს ისტორია მოგვითხრა ადამიანმა, რომელიც შემთხვევით ნახა ვახტანგი იმ ღამეს, ადამიანმა, რომელიც იყო მისი ძველი მეზობელი, ადამიანმა, რომელიც იცნობდა მას მანამდე, სანამ ის გახდებოდა ცნობილი. მე ვიდექი ჩემს ბალკონზე, ამბობს ეს ადამიანი, და ვნახე მანქანა, რომელიც გაჩერდა ჩვენი ძველი სახლის წინ, სახლის, სადაც ვახტანგი ცხოვრობდა ბავშვობაში. მე ვიცანი ეს მანქანა, ეს იყო ვახტანგის მანქანა. მაგრამ რა აკეთებდა ის აქ, ამ ღამის საათში, ამ ძველ უბანში? მე დავიწყე დაკვირვება და ვნახე, როგორ გამოვიდა ის მანქანიდან, როგორ მივიდა ის ძველ სახლთან, როგორ დადგა ის იქ და უბრალოდ უყურებდა მას, უყურებდა ხანგრძლივად, ჩუმად, უძრავად. რას ფიქრობდა ვახტანგი იმ მომენტში, როდესაც ის იდგა თავისი ბავშვობის სახლის წინ? რას იხსენებდა ის? რას გრძნობდა ის? ძველი მეზობლის თქმით, ვახტანგი იდგა იქ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. იდგა უძრავად, უყურებდა სახლს, შესაძლოა იხსენებდა თავის ბავშვობას, თავის ოჯახს, თავის ახალგაზრდობას. შემდეგ, ამბობს მეზობელი, ის მოტრიალდა და დაიწყო სიარული ქუჩაში, სიარული ნელა, ფეხდაფეხ, თითქოს ის ცდილობდა დაიმახსოვროს ყველა დეტალი, ყველა კუთხე, ყველა ადგილი. ის მივიდა პარკთან, სადაც ჩვენ ვთამაშობდით ბავშვობაში, მივიდა სკოლასთან, სადაც ჩვენ ვსწავლობდით, მივიდა მაღაზიასთან, სადაც ჩვენი მშობლები ყიდულობდნენ პურს. ის უბრალოდ დადიოდა და უყურებდა და იხსენებდა. ეს სიარული, მეზობლის თქმით, გაგრძელდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. ვახტანგი დადიოდა უბანში, უყურებდა ძველ ადგილებს, შესაძლოა იხსენებდა ძველ დროებს. შემდეგ, ამბობს მეზობელი, ის დაბრუნდა თავის მანქანასთან, ჩაჯდა და წავიდა. მე არ ვიცი, სად წავიდა ის შემდეგ, მაგრამ ვიცი, რომ ის არასოდეს აღარ დაბრუნდა ამ უბანში. ეს იყო მისი ბოლო ვიზიტი, მისი ბოლო შეხვედრა თავის წარსულთან, მისი ბოლო მცდელობა დაუკავშირდეს იმას, ვინც ის იყო მანამდე, სანამ გახდებოდა ის, ვინც გახდა. რატომ გააკეთა ვახტანგმა ეს? რატომ წავიდა ის იმ ღამეს თავის ბავშვობის უბანში? რას ეძებდა ის იქ? მეზობლის თქმით, პასუხი მარტივია, ის ეძებდა თავის თავს, ეძებდა იმ ვახტანგს, რომელიც იყო მანამდე, სანამ გახდებოდა ძლიერი, მდიდარი, გავლენიანი. ის ეძებდა იმ ბიჭს, ამბობს მეზობელი, რომელსაც ჰქონდა ოცნებები, მაგრამ რომელიც ჯერ არ იცოდა რა ფასი ექნებოდა ამ ოცნებების განხორციელებას. ის ეძებდა იმ ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც ჯერ არ იყო გაკეთებული ყველა ის არჩევანი, რომლებიც მან გააკეთა მოგვიანებით. ის ეძებდა უბრალოდ ვახტანგს, არა პოლიტიკოს რჩეულიშვილს, არა ბიზნესმენ რჩეულიშვილს, არა ძლიერ რჩეულიშვილს, უბრალოდ ვახტანგს. და ეს ძიება იყო ის, რაც განსაზღვრავდა ვახტანგის ბოლო წელს. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა დაბრუნებოდა თავის საწყისებთან, ცდილობდა გაიგო საიდან მოვიდა ის და როგორ გახდა ის, ვინც გახდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეერიგებინა თავის წარსულთან, ცდილობდა მიეღო თავისი ცხოვრება ყველა მისი სირთულითა და წინააღმდეგობით. ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც ინანებდა, ამბობს მეზობელი. მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომელიც ეკითხებოდა თავის თავს, რომელიც ცდილობდა გაეგო. და ეს მცდელობა გაგებისა იყო ის, რაც აძლევდა მნიშვნელობას მის ბოლო წელს. ამ ბოლო წელს ვახტანგი ატარებდა უფრო მეტ დროს თავის ოჯახთან, უფრო მეტ დროს თავის ძველ მეგობრებთან, უფრო მეტ დროს თავის თავთან. ის ნაკლებად დადიოდა საჯაროდ, ნაკლებად ხვდებოდა ახალ ადამიანებს, ნაკლებად ერეოდა ახალ პროექტებში. ის უბრალოდ ცხოვრობდა, ამბობს მეზობელი.
ცხოვრობდა ჩუმად, მშვიდად, დიგნიტეტით. ის არ ეძებდა ყურადღებას, არ ეძებდა აღიარებას, არ ეძებდა დადასტურებას. ის უბრალოდ ცხოვრობდა თავის ბოლო დღეებს ისე, როგორც ის სურდა, ოჯახთან, მეგობრებთან, თავის თავთან. და ეს მშვიდობა, ეს სიმშვიდე, ეს მიღება იყო ის, რაც ყველაზე გასაოცარი იყო ვახტანგის ბოლო დღეებში. ის იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა ძალაუფლებისთვის, იბრძოდა სიმდიდრისთვის, იბრძოდა გავლენისთვის. მაგრამ ბოლოს ის შეწყვიტა ბრძოლა, არა იმიტომ, რომ დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ აღარ სურდა ბრძოლა. ის იპოვა რაღაც, რაც ეძებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მშვიდობა, სიმშვიდე, მიღება. ის იყო მშვიდი, ამბობს მეზობელი. პირველად მთელი ცხოვრების განმავლობაში, ის იყო რეალურად მშვიდი. არა იმიტომ, რომ ყველაფერი იყო სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ის მიიღო ყველაფერი ისეთად, როგორიც იყო. და ეს მიღება იყო ის, რაც საშუალებას აძლევდა ვახტანგს გადაეტანა თავისი ბოლო დღეები დიგნიტეტით. როდესაც მისი ჯანმრთელობა გაუარეს და როდესაც ტკივილი გახდა აუტანელი, როდესაც ის იცოდა, რომ დასასრული ახლოს იყო, ის არ ჩივოდა, არ ტიროდა, არ ეძებდა თანაგრძნობას. ის უბრალოდ იყო, ამბობს მეზობელი. იყო მშვიდად, იყო დიგნიტეტით, იყო მიღებით. ის იცოდა, რომ დრო მოვიდა და ის იყო მზად. არა იმიტომ, რომ ის სურდა სიკვდილი, არამედ იმიტომ, რომ ის მიიღო ის როგორც ნაწილი ცხოვრებისა, როგორც ბუნებრივი დასასრული ყველა დასაწყისისა. 2017 წლის აპრილის მე-14-ს, როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრების ისტორია მიაღწია თავის დასასრულს, ის იყო გარშემორტყმული თავისი ოჯახით, თავისი უახლოესი ადამიანებით, თავისი რეალური მეგობრებით. ის არ იყო მარტო, ის იყო იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად იცნობდნენ მას, რომლებიც რეალურად უყვარდათ ის, რომლებიც რეალურად ზრუნავდნენ მასზე. ის წავიდა მშვიდად, ამბობს მეზობელი. წავიდა დიგნიტეტით, წავიდა მიღებით, წავიდა იმ ცოდნით, რომ ის გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო ცხოვრა ისე, როგორც შეეძლო იყო ის, ვინც შეეძლო იყო. და ეს არის ის, რაც რჩება ვახტანგ რჩეულიშვილის შესახებ, არა ისტორია ძალაუფლებისა და სიმდიდრისა, არა ისტორია წარმატებისა და გავლენისა, არამედ ისტორია ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა რთულ დროში, აკეთებდა რთულ არჩევანს, იბრძოდა რთულ ბრძოლებს. ისტორია ადამიანისა, რომელიც იყო არა გმირი და არა ბოროტმოქმედი, არამედ უბრალოდ ადამიანი თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, თავისი წარმატებებითა და წარუმატებლობებით, თავისი სინათლითა და ჩრდილით. ისტორია ადამიანისა, რომელიც ცდილობდა გადარჩენოდა, ცდილობდა წარმატებული ყოფილიყო, ცდილობდა დაეტოვებინა რაღაც თავის შემდეგ. მაგრამ რა დატოვა ის რეალურად? რა არის მისი მემკვიდრეობა? ეს არის კითხვა, რომელზეც თქვენ ჩვენი მაყურებლები უნდა უპასუხოთ. როდესაც თქვენ ფიქრობთ ვახტანგ რჩეულიშვილზე, რას ხედავთ? ხედავთ თუ არა კორუმპირებულ პოლიტიკოსს, რომელმაც გამოიყენა თავისი პოზიცია პირადი გამდიდრებისთვის. ხედავთ თუ არა ორპირ სოციალისტს, რომელიც ლაპარაკობდა სოციალურ სამართლიანობაზე, მაგრამ ცხოვრობდა ფუფუნებაში. ხედავთ თუ არა გამბედავ ბიზნესმენს, რომელმაც შექმნა იმპერია ქაოსიდან. თუ ხედავთ რთულ ადამიანს, რომელიც ცდილობდა გადარჩენოდა და წარმატებული ყოფილიყო რთულ დროში, ადამიანს, რომელიც აკეთებდა არჩევანს, რომელიც არ იყო ყოველთვის სწორი, მაგრამ რომელიც იყო ყოველთვის ადამიანური. პასუხი ამ კითხვაზე განსაზღვრავს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ ვიმახსოვრებთ ვახტანგ რჩეულიშვილს, არამედ იმასაც, თუ როგორ ვიმახსოვრებთ მთელ იმ ეპოქას, რომელშიც ის ცხოვრობდა, ეპოქას, როდესაც საქართველო გადიოდა უზარმაზარ ტრანსფორმაციას, ეპოქას, როდესაც ძველი წესრიგი იშლებოდა და ახალი იქმნებოდა, ეპოქას, როდესაც ყველაფერი იყო შესაძლებელი და არაფერი იყო გარანტირებული. ეს იყო ეპოქა, რომელმაც შექმნა ადამიანები, როგორიც იყო ვახტანგი, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთდროულად ძლიერები და სუსტები, წარმატებულები და დამარცხებულები, გმირები და ბოროტმოქმედები. და როგორ ვიმახსოვრებთ ამ ადამიანებს, როგორ ვაფასებთ მათ, როგორ ვიგებთ მათგან, ეს განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ ჩვენს მომავალსაც. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი ვახტანგ რჩეულიშვილის შესახებ, ყველა საიდუმლო ფინანსური გარიგება, ყველა პოლიტიკური შეთანხმება, ყველა ბიზნეს სქემა, რომელიც აშენდა 1990-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება ამ ადამიანის მიმართ, რომელიც გაძლევდათ ყველაფერს, ან გადაარჩინოთ საკუთარი თავი, როდესაც ახალი ხელისუფლება იწყებს კითხვების დასმას 2013 წლის შემდეგ. 2004 წლის იანვარში, როდესაც ვარდების რევოლუციის მტვერი ჯერ კიდევ არ დასხდა, ზუსტად ეს არჩევანი დადგა ვახტანგის შინაგანი წრის წინაშე. ზოგიერთმა აირჩია ერთგულება და გადაიხადა ფასი. ზოგიერთმა აირჩია გადარჩენა და ღალატი.
მაგრამ რამდენიმე ადამიანმა აირჩია მესამე გზა, ისინი უბრალოდ გაქრნენ ისე სრულყოფილად, რომ არც ძველმა და არც ახალმა ხელისუფლებამ ვერ იპოვა ისინი. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? სად არიან ისინი დღეს? და რა საიდუმლოებები წაიღეს ისინი თავიანთ გაქრობაში? ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც მუშაობდა ვახტანგის საქმეზე 2004 წელს, ახლა, პირველად 23 წლის შემდეგ, თანახმა ილაპარაკოს ამ საიდუმლო ჯგუფის შესახებ. ის ჩრდილში, მისი სახე არ ჩანს კამერაში, მისი ხმა შეცვლილია, მაგრამ ის, რასაც ის ამბობს, ხსნის ბევრ რამეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა რეალურად ძალაუფლება საქართველოში იმ წლებში. ის საუბრობს ჯგუფზე, რომელსაც შიდა წრეებში უწოდებდნენ მუხილავებს, 12 ადამიანი, რომლებიც იყვნენ ვახტანგის ყველაზე ახლო თანამშრომლები, რომლებიც იცოდნენ ყველაფერი, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველაფერს, მაგრამ რომლებიც არასოდეს არ ჩანდნენ საჯაროდ. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ არც ოფიციალურ დოკუმენტებში, არც საჯარო ჩანაწერებში, არც არავითარ ფოტოებში ვახტანგთან ერთად. ისინი იყვნენ ჩრდილები, რომლებიც მუშაობდნენ ჩრდილში, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველაფერს უხილავად. ოფიცრის თქმით, ეს ჯგუფი შეიქმნა 1995 წელს, როდესაც ვახტანგმა გააცნობიერა, რომ მისი პოლიტიკური პოზიცია აძლევდა მას ძალაუფლებას, მაგრამ ასევე აძლევდა მას მოწყვლადობას. ის სჭირდებოდა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მუშაობა მისთვის სრულიად საიდუმლოდ, ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ოფიციალური კავშირი მასთან, ადამიანები, რომლებიც შეეძლოთ გაეკეთებინათ ის, რაც ვახტანგს პირადად არ შეეძლო გაეკეთებინა. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც აწერდნენ ხელს კონტრაქტებზე ვახტანგის სახელის გარეშე, რომლებიც ხვდებოდნენ ბიზნეს პარტნიორებს ვახტანგის მონაწილეობის გარეშე, რომლებიც აკონტროლებდნენ ფინანსურ ნაკადებს ვახტანგის ხელმოწერის გარეშე. ისინი იყვნენ სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა ვახტანგს ყოფილიყო ყველგან და არსად ერთდროულად. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები? როგორ აირჩია ვახტანგმა ისინი? ოფიცრის თქმით, ყველა მათგანი იყო ადამიანი, რომელსაც ვახტანგი იცნობდა წლების განმავლობაში, ზოგი მისი უნივერსიტეტის დროიდან, ზოგი მისი ადრეული ბიზნეს წლებიდან, ზოგი მისი პირველი პოლიტიკური კამპანიებიდან. ყველა მათგანი იყო ადამიანი, რომელსაც ვახტანგი ენდობოდა აბსოლუტურად, რომელსაც ვახტანგი იცნობდა პირადად, რომელსაც ვახტანგი შეეძლო ენდო თავისი ცხოვრებით. და ყველა მათგანი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაღაც, რაც აკავშირებდა მას ვახტანგთან, ოჯახური კავშირი, ძველი მეგობრობა, ღრმა ვალდებულება. ეს არ იყო უბრალოდ ბიზნეს ურთიერთობები, ეს იყო პირადი კავშირები, რომლებიც აშენებული იყო წლების განმავლობაში, რომლებიც ეფუძნებოდა ნდობას და ერთგულებას. ოფიცერი იხსენებს, როგორც ცდილობდა ის იპოვოს ეს ადამიანები 2004 წელს, როდესაც დაიწყო გამოძიება ვახტანგის ბიზნეს საქმიანობაზე. ის ჰქონდა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდა კომპანიებზე, ბანკის ანგარიშებზე, ფინანსურ გარიგებებზე. მაგრამ როდესაც ის ცდილობდა იპოვოს ადამიანები, რომლებიც რეალურად აკონტროლებდნენ ამ ყველაფერს, ის აღმოაჩენდა, რომ ისინი უბრალოდ არ არსებობდნენ. სახელები დოკუმენტებში იყო რეალური, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ეკუთვნოდა ეს სახელები, იყვნენ ან გარდაცვლილები, ან გაქრებულები, ან უბრალოდ არ არსებობდნენ. ეს იყო სისტემა, რომელიც აშენებული იყო ისე, რომ გამოძიება შეუძლებელი ყოფილიყო, სისტემა, რომელიც იყო ერთდროულად ლეგალური და უხილავი, რეალური და არარსებული. ოფიცერი ამბობს, რომ მან საბოლოოდ იპოვა 3 ადამიანი იმ 12-დან, 3 ადამიანი, რომლებიც არ გაქრნენ, რომლებიც დარჩნენ საქართველოში, რომლებიც გააგრძელეს თავიანთი ცხოვრება. მაგრამ როდესაც ის ცდილობდა ელაპარაკა მათთან, ისინი არაფერს ამბობდნენ. ისინი არ უარყოფდნენ, არ დადასტურებდნენ, უბრალოდ ჩუმდნენ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ისწავლეს, როგორ ყოფილიყვნენ უხილავები, როგორ ყოფილიყვნენ ჩუმები, როგორ ყოფილიყვნენ ერთგულები თავიანთი ბოსის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იყო ძალაუფლებაში. ეს იყო ერთგულება, რომელიც აღემატებოდა ფულს, აღემატებოდა ძალაუფლებას, აღემატებოდა შიშს. ეს იყო ერთგულება, რომელიც ეფუძნებოდა რაღაც უფრო ღრმას, პატივისცემას, მეგობრობას, ოჯახურ კავშირს. ოფიცერი ამბობს, რომ ის საბოლოოდ შეწყვიტაც და იპოვოს ეს ადამიანები, რადგან გაიგო, რომ ეს იყო შეუძლებელი. ისინი იყვნენ ისე კარგად დამალული, ისე კარგად დაცული, ისე კარგად ორგანიზებული, რომ არავითარი გამოძიება ვერ შეძლებდა მათ პოვნას. და შესაძლოა ეს იყო ვახტანგის ყველაზე დიდი მიღწევა, არა მისი პოლიტიკური კარიერა, არა მისი ბიზნეს იმპერია, არა მისი გავლენა და ძალაუფლება, არამედ ის, რომ მან შექმნა სისტემა, რომელიც გააგრძელებდა მუშაობას მის გარეშე, სისტემა, რომელიც იყო ისე ძლიერი, ისე მდგრადი, ისე უხილავი, რომ არავითარი ძალა ვერ შეძლებდა მის განადგურებას. მაგრამ რა იყო ამ სისტემის რეალური მიზანი? რატომ შექმნა ვახტანგმა ეს საიდუმლო ჯგუფი? ოფიცრის თქმით, პასუხი მარტივია, გადარჩენისთვის.
ვახტანგი იცოდა, რომ პოლიტიკა იყო არამდგრადი, რომ ძალაუფლება იყო დროებითი, რომ ყველაფერი შეიძლებოდა შეცვლილიყო ერთი დღით. ის სჭირდებოდა სისტემა, რომელიც გააგრძელებდა მუშაობას მაშინაც კი, როდესაც ის კარგავდა თავის პოლიტიკურ პოზიციას, სისტემა, რომელიც დაიცავდა მის ინტერესებს მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იყო ძალაუფლებაში, სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მის ოჯახს და მის ახლობლებს მაშინაც კი, როდესაც ის თავად აღარ იქნებოდა. და ეს სისტემა მუშაობდა 2013 წლის შემდეგაც, მუშაობდა ახალი ხელისუფლების დროსაც, მუშაობს დღესაც. ოფიცერი ამბობს, რომ ის ფიქრობს ამ საიდუმლო ჯგუფზე ხშირად დაიკითხება თავის თავს, იყო თუ არა ეს გენიალურობა თუ პარანოია. იყო თუ არა ეს სტრატეგია თუ შიში. იყო თუ არა ეს ძალა თუ სისუსტე. და ის არ იცის პასუხი. შესაძლოა ეს იყო ყველაფერი ერთდროულად გენიალურობა და პარანოია, სტრატეგია და შიში, ძალა და სისუსტე. შესაძლოა ეს იყო უბრალოდ ის, რაც ვახტანგი იყო, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა წინ, ყოველთვის ემზადებოდა ყველაფრისთვის, ყოველთვის ჰქონდა სარეზერვო გეგმა. ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ენდობოდა სრულიად არავის, მაგრამ რომელიც ასევე იცოდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა მარტო, რომ მას სჭირდებოდა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ენდოთ, რომლებიც იქნებოდნენ ერთგულები, რომლებიც დაიცავდნენ მას. და ეს დაცვა იყო ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვახტანგისთვის. არა ფული, არა ძალაუფლება, არა გავლენა, არამედ დაცვა. დაცვა თავისი ოჯახისთვის, დაცვა თავისი ახლობლებისთვის, დაცვა თავისი მემკვიდრეობისთვის. და ეს საიდუმლო ჯგუფი იყო მისი ბოლო ხაზი დაცვისა, ჯგუფი, რომელიც გააგრძელებდა მუშაობას მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იქნებოდა, ჯგუფი, რომელიც დაიცავდა მის ინტერესებს მაშინაც კი, როდესაც ის აღარ შეეძლებოდა დაეცვა თავისი თავი, ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ მისი ცხოვრების საქმე არ დაიკარგებოდა, არ განადგურდებოდა, არ დავიწყდებოდა. მაგრამ სად არიან ეს ადამიანები დღეს? რას აკეთებენ ისინი? რა საიდუმლოებები იციან ისინი? ოფიცერი არ იცის პასუხები ამ კითხვებზე. ის იცის მხოლოდ ის, რომ ისინი არსებობენ, რომ ისინი არიან სადღაც, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას. და შესაძლოა ეს არის ყველაზე საინტერესო ნაწილი ვახტანგ რჩეულიშვილის ისტორიისა, არა ის, რაც ჩვენ ვიცით, არამედ ის, რაც ჩვენ არ ვიცით, არა ის, რაც გახდა საჯარო, არამედ ის, რაც დარჩა საიდუმლო, არა ის, რაც დასრულდა მისი სიკვდილით, არამედ ის, რაც გაგრძელდა მის შემდეგ. და ეს საიდუმლოებები, ეს უხილავი ადამიანები, ეს გაგრძელებული ისტორია, ეს ყველაფერი არის ნაწილი იმისა, თუ ვინ იყო რეალურად ვახტანგ რჩეულიშვილი და რა დატოვა ის თავის შემდეგ. თბილისის ცენტრალური არქივის სარდაფში, სადაც ინახება დოკუმენტები 1990-იანი წლებიდან, არსებობს საიდუმლო განყოფილება, რომელსაც უწოდებენ სპეციალური ფონდი. აქ ინახება დოკუმენტები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი საჯარო მკვლევარებისთვის, დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას, რომელიც ჯერ კიდევ ითვლება მგრძნობიარედ. 2018 წელს, როდესაც ახალგაზრდა ისტორიკოსმა მიიღო სპეციალური ნებართვა შესვლისთვის ამ განყოფილებაში, ის იპოვა საქაღალდე, რომელსაც ჰქონდა კოდი ვერცხლისფერი კარდინალი, ფინანსური ოპერაციები 1995-დან 2013 წლამდე. ამ საქაღალდეში იყო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ მუშაობდა რეალურად ფინანსური სისტემა ვახტანგ რჩეულიშვილის იმპერიაში, როგორ გადაადგილდებოდა ფული, როგორ იმალებოდა შემოსავლები, როგორ იქმნებოდა ფიქტიური კომპანიები, როგორ გამოიყენებოდა ოფშორული ზონები. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო არა ის, რაც იყო ამ საქაღალდეში, არამედ ის, რაც არ იყო, გვერდები, რომლებიც აკლდა დოკუმენტები, რომლებიც იყო ამოღებული, ინფორმაცია, რომელიც იყო განადგურებული. ისტორიკოსი, რომელიც ახლა ზის ჩვენ სტუდიაში, ამბობს, რომ როდესაც მან პირველად გახსნა ეს საქაღალდე, მან დაითვალა 50-ზე მეტი გვერდი, რომლებიც აკლდა. ეს არ იყო შემთხვევითი დანაკარგი, ეს იყო სისტემატური განადგურება. ვინმემ რაღაც დროს გადაწყვიტა, რომ ეს კონკრეტული დოკუმენტები არ უნდა არსებულიყო, რომ ეს კონკრეტული ინფორმაცია არ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რომ ეს კონკრეტული საიდუმლოებები უნდა დარჩენილიყო საიდუმლოებად სამუდამოდ. მაგრამ ვინ გააკეთა ეს? როდის? და რატომ? ისტორიკოსი დაიწყო გამოძიება და ის, რაც მან იპოვა, იყო ისტორია, რომელიც ხსნის ბევრ რამეს იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა ვახტანგ რჩეულიშვილი კონტროლი თავისი მემკვიდრეობაზე მაშინაც კი, როდესაც ის იცოდა, რომ დრო იწურებოდა. ისტორიკოსის თქმით, დოკუმენტების განადგურება მოხდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იყო 2013 წლის დეკემბერში, როდესაც ვახტანგმა გადადგა პოლიტიკიდან. იმ დროს განადგურდა დოკუმენტები, რომლებიც პირდაპირ აკავშირებდა მას კონკრეტულ ფინანსურ გარიგებებთან, კონკრეტულ ბიზნეს გადაწყვეტილებებთან, კონკრეტულ პოლიტიკურ შეთანხმებებთან.
ეს იყო პრევენციული ნაბიჯი. ვახტანგი იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება დაიწყებდა გამოძიებას და ის სურდა დაერწმუნებინა, რომ არ იყო მტკიცებულებები, რომლებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ. მეორე ეტაპი იყო 2016 წელს, როდესაც ვახტანგის ჯანმრთელობა გაუარესდა და ის იცოდა, რომ დასასრული ახლოს იყო. იმ დროს განადგურდა დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც შეეძლო დაეზიანებინა მისი ოჯახი, მისი ახლობლები, მისი მემკვიდრეობა. მაგრამ როგორ მოხდა ეს განადგურება? როგორ შეძლო ვახტანგმა წვდომა ამ დოკუმენტებზე, რომლებიც ინახებოდა სახელმწიფო არქივში? ისტორიკოსის თქმით, პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ღრმა იყო ვახტანგის კავშირები, რამდენად ფართო იყო მისი ქსელი, რამდენად ძლიერი იყო მისი გავლენა მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იყო ოფიციალურად ძალაუფლებაში. ის ჰქონდა ადამიანები ყველგან, არქივებში, სამინისტროებში, უშიშროების სამსახურებში. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც უვალდებულდნენ მას, ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთგულები მის მიმართ, ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ იმას, რასაც ვახტანგი ითხოვდა, გარეშე კითხვებისა, გარეშე ეჭვებისა, გარეშე ხოხმანისა. ისტორიკოსი ამბობს, რომ მან იპოვა ერთი ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ დოკუმენტების განადგურებაში, ყოფილი არქივის თანამშრომელი, რომელიც ახლა არის პენსიაზე და რომელიც თანახმა ილაპარაკოს ამ ისტორიაზე. ეს ადამიანი ამბობს, რომ ის მიიღო ინსტრუქციები ვახტანგის ერთ-ერთი ახლო თანამშრომლისგან, ინსტრუქციები, რომლებიც იყო ძალიან კონკრეტული, ძალიან დეტალური, ძალიან ზუსტი. მას უთხრეს, რომელი საქაღალდეები უნდა გაეხსნა, რომელი დოკუმენტები უნდა ამოეღო, როგორ უნდა განიადგურებინა ისინი ისე, რომ არავითარი კვალი არ დარჩენილიყო. და ის გააკეთა იმიტომ, რომ ის უვალდებულდებოდა ვახტანგს, იმიტომ, რომ ვახტანგი დაეხმარა მას წლების წინ, იმიტომ, რომ ის გრძნობდა, რომ ეს იყო მისი ვალდებულება. მაგრამ რა შეიცავდა ეს განადგურებული დოკუმენტები? რა ინფორმაცია იყო ისე მგრძნობიარე, რომ ის უნდა განადგურებულიყო? ყოფილი არქივის თანამშრომელი არ იცის ზუსტად, მას არ ჰქონდა დრო წაიკითხა დოკუმენტები, რომლებიც ის ანადგურებდა. მაგრამ ის იხსენებს რამდენიმე დეტალს, დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ოფშორულ ანგარიშებზე, დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას საიდუმლო შეთანხმებებზე უცხოურ კომპანიებთან, დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ფინანსურ ტრანზაქციებზე, რომლებიც არ იყო დეკლარირებული. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც შეეძლო გამოეყენებინათ არა მხოლოდ ვახტანგის წინააღმდეგ, არამედ მისი ოჯახის წინააღმდეგ, მისი ბიზნეს პარტნიორების წინააღმდეგ, მისი მთელი იმპერიის წინააღმდეგ. ისტორიკოსი ამბობს, რომ ეს დოკუმენტების განადგურება იყო ვახტანგის ბოლო დიდი ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა დაგეგმვას, კოორდინაციას, რესურსებს. ეს არ იყო იმპულსური გადაწყვეტილება, ეს იყო სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც იყო ნაწილი უფრო დიდი გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავდა დაცვას მისი მემკვიდრეობისა, დაცვას მისი ოჯახისა, დაცვას მისი იმპერიისა. და ეს გეგმა მუშაობდა იმიტომ, რომ ვახტანგს ჰქონდა ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთგულები, რომლებიც იყვნენ ეფექტურები, რომლებიც იყვნენ საიდუმლოები. ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ იმას, რაც უნდა გაკეთებულიყო, გარეშე კითხვებისა, გარეშე ეჭვებისა, გარეშე ხოხმანისა. მაგრამ იყო თუ არა ეს სწორი? იყო თუ არა ეს ეთიკური? იყო თუ არა ეს ლეგალური? ისტორიკოსი არ იცის პასუხები ამ კითხვებზე. ის იცის მხოლოდ ის, რომ ეს მოხდა, რომ ეს იყო რეალობა, რომ ეს იყო ნაწილი იმისა, თუ როგორ მუშაობდა სისტემა იმ დროს. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვახტანგ რჩეულიშვილის ისტორიიდან. არა ის, რომ ის იყო კარგი ან ცუდი, არა ის, რომ ის იყო გმირი ან ბოროტმოქმედი, არამედ ის, რომ ის იყო პროდუქტი თავისი დროისა, პროდუქტი თავისი გარემოსა, პროდუქტი თავისი სისტემისა. სისტემისა, რომელიც საშუალებას აძლევდა ასეთ რამეებს მოხდეს, სისტემისა, რომელიც წახალისებდა ასეთ ქცევას, სისტემისა, რომელიც აჯილდოებდა ასეთ სტრატეგიებს. ისტორიკოსი ამბობს, რომ როდესაც ის ფიქრობს ამ განადგურებულ დოკუმენტებზე, ის ფიქრობს არა მხოლოდ იმაზე, რაც დაიკარგა, არამედ იმაზეც, რაც დარჩა. რადგან მიუხედავად ყველა ძალისხმევისა, მიუხედავად ყველა სიფრთხილისა, მიუხედავად ყველა დაგეგმვისა, ვახტანგს არ შეეძლო განიადგურებინა ყველაფერი. ზოგიერთი დოკუმენტი გადარჩა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ სხვა არქივებში, გადარჩა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ სხვა ადამიანების ხელში, გადარჩა იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ადგილებში, სადაც ვახტანგს არ ჰქონდა წვდომა. და ეს გადარჩენილი დოკუმენტები არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს დღეს ვიცოდეთ რაღაც ვახტანგის რეალური ისტორიის შესახებ, რაღაც იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა რეალურად მისი იმპერია, რაღაც იმის შესახებ, თუ ვინ იყო რეალურად ეს ადამიანი. ისტორიკოსი ამბობს, რომ მისი კვლევა გრძელდება, რომ ის აგრძელებს ძიებას უფრო მეტი დოკუმენტებისა, უფრო მეტი მტკიცებულებებისა, უფრო მეტი ინფორმაციისა.
მაგრამ ის ასევე იცის, რომ ის არასოდეს ვერ იპოვის ყველაფერს, რომ ზოგიერთი საიდუმლოება დარჩება საიდუმლოებად სამუდამოდ, რომ ზოგიერთი კითხვა დარჩება უპასუხოდ სამუდამოდ. და შესაძლოა ეს არის ის, რაც ვახტანგი სურდა დარჩენილიყო საიდუმლოებად, სურდა დარჩენილიყო გამოცანად, სურდა დარჩენილიყო ადამიანად, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ არავინ რეალურად არ იცის. ადამიანად, რომელიც იყო ყველგან და არსად, რომელიც იყო ყველაფერი და არაფერი, რომელიც იყო რეალური და მითიური ერთდროულად. და ეს მითი, ეს საიდუმლოება, ეს გამოცანა არის ის, რაც რჩება ვახტანგ რჩეულიშვილის შესახებ დღეს. ჩვენ ვიცით ზოგიერთი ფაქტი, ვიცით ზოგიერთი ისტორია, ვიცით ზოგიერთი დეტალი. მაგრამ სრული სურათი, სრული ჭეშმარიტება, სრული რეალობა რჩება დამალული, რჩება საიდუმლო, რჩება უცნობი. და შესაძლოა ეს არის ყველაზე შესაფერისი მემკვიდრეობა ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება ცხოვრობდა ჩრდილში, მუშაობდა საიდუმლოდ, აკონტროლებდა ყველაფერს უხილავად. მემკვიდრეობა, რომელიც თავად არის ჩრდილი, საიდუმლო, უხილავი. 2017 წლის აპრილის მე-14-ს, როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრების ისტორია მიაღწია თავის დასასრულს, მოხდა რაღაც, რაც არავინ არ მოელოდა. იმ დღის საღამოს რამდენიმე საათით ადრე ვიდრე ის გარდაიცვალა, ვახტანგმა მოითხოვა ყველა ადამიანის გასვლა თავისი ოთახიდან, მოითხოვა გასვლა თავისი ოჯახისა, თავისი ექიმებისა, თავისი ახლო თანამშრომლებისა. ის სურდა დარჩენილიყო მარტო, სურდა ჰქონოდა რამდენიმე წუთი მარტო თავის თავთან, სურდა გაეტარებინა თავისი ბოლო მომენტები სიმარტოვეში. მაგრამ რატომ? რას აკეთებდა ის იმ ბოლო წუთებში? რაზე ფიქრობდა ის? რას გრძნობდა ის? ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ პასუხებს, რადგან ვახტანგი წავიდა მარტო, წავიდა ჩუმად, წავიდა თავის საიდუმლოებებთან ერთად. მაგრამ ერთი ადამიანი იყო, რომელიც დარჩა ვახტანგის ოთახის გარეთ იმ ბოლო წუთებში, მისი ყველაზე ახლო მეგობარი, ადამიანი, რომელიც იცნობდა მას 50 წლის განმავლობაში, ადამიანი, რომელიც იყო მის გვერდით ყველა მნიშვნელოვან მომენტში მისი ცხოვრებისა. ეს ადამიანი ახლა, პირველად 7 წლის შემდეგ, თანახმა ილაპარაკოს იმაზე, რაც მოხდა იმ საღამოს. ის ჩვენ სტუდიაში, თვალების ავსეცრემლებით, ხმა კანკალებს, მაგრამ ის მზადაა გაუზიაროს ის, რაც მან ნახა და გაიგო იმ ბოლო მომენტებში. ის ამბობს, რომ როდესაც ვახტანგმა მოითხოვა ყველას გასვლა, ყველა გავიდა, მაგრამ ის დარჩა კარის გარეთ, დარჩა იმიტომ, რომ ის არ სურდა ვახტანგი ყოფილიყო სრულიად მარტო, დარჩა იმიტომ, რომ ის სურდა ყოფილიყო ახლოს, თუ ვახტანგს რაიმე დასჭირდებოდა. და იქ, კარის გარეთ, ის გაიგონა რაღაც, რაც მას არასოდეს დაავიწყდება, გაიგონა ვახტანგის ხმა, რომელიც ლაპარაკობდა. ლაპარაკობდა ჩუმად, ლაპარაკობდა ნელა, ლაპარაკობდა თითქოს ისე ლაპარაკებოდა ვინმეს, მაგრამ ოთახში არავინ იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა თავის თავთან, ან შესაძლოა ის ლაპარაკობდა ღმერთთან, ან შესაძლოა ის ლაპარაკობდა იმ ადამიანებთან, რომლებიც წავიდნენ მის წინ. მეგობარი ამბობს, რომ ის ვერ გაიგო ყველა სიტყვა, რაც ვახტანგი ამბობდა, მაგრამ ის გაიგო. ზოგიერთი ფრაზა, ზოგიერთი წინადადება, ზოგიერთი სიტყვა. ის გაიგონა, როგორ ვახტანგი ამბობდა, მე ვცადე. მე ვცადე გავაკეთო ის, რაც სწორი იყო. მე ვცადე ვიყო კარგი ადამიანი. მე ვიცი, რომ მე გავაკეთე შეცდომები. მე ვიცი, რომ მე ვაკეთებდი რამეებს, რომლებიც არ იყო სწორი. მაგრამ მე ვცადე. მე ყოველთვის ვცდილობდი. და შემდეგ იყო სიჩუმე, გრძელი, მძიმე სიჩუმე. და შემდეგ მეგობარმა გაიგონა რაღაც, რაც მას გაუკვირდა, გაიგონა ვახტანგის ტირილი. არა ხმამაღლა, არა დრამატულად, არამედ ჩუმად, ღრმად, ტკივილით. მეგობარი ამბობს, რომ ის არასოდეს არ ჰქონდა გაგონილი ვახტანგის ტირილი ასე. ის ხედავდა მას ტირილში ადრე, ხედავდა მას ტირილში, როდესაც მისი მშობლები გარდაიცვალნენ, ხედავდა მას ტირილში, როდესაც მან გაიგო თავისი დიაგნოზი, ხედავდა მას ტირილში რამდენიმე სხვა მომენტში. მაგრამ ეს იყო სხვაგვარი ტირილი, ეს იყო ტირილი, რომელიც მოდიოდა ღრმიდან, რომელიც მოდიოდა სულიდან, რომელიც მოდიოდა იმ ადგილიდან, სადაც ვახტანგი ინახავდა თავის რეალურ ემოციებს, თავის რეალურ შიშებს, თავის რეალურ ტკივილს. ეს იყო ტირილი ადამიანისა, რომელიც იცოდა, რომ დასასრული მოვიდა, რომელიც იცოდა, რომ ისტოვებდა ყველაფერს, რომელიც იცოდა, რომ ის აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მეგობარი ამბობს, რომ ის სურდა შესულიყო, სურდა ჩაეხუტა ვახტანგი, სურდა ეთქვა მისთვის, რომ ყველაფერი კარგი იქნებოდა. მაგრამ ის იცოდა, რომ ვახტანგს სჭირდებოდა ეს მომენტი, მარტო სჭირდებოდა ეს დრო თავის თავთან, სჭირდებოდა ეს სივრცე თავისი ემოციებისთვის. ამიტომ ის დარჩა კარის გარეთ, დარჩა ჩუმად, დარჩა პატივისცემით. და ის ისმენდა ვახტანგის ტირილს, ისმენდა მის სიტყვებს, ისმენდა მის სიჩუმეს. და ის გრძნობდა, როგორ მისი საკუთარი გული იშლებოდა, როგორ მისი საკუთარი ცრემლები მოდიოდა, როგორ მისი საკუთარი ტკივილი ზრდიდა.
შემდეგ რამდენიმე წუთის შემდეგ ტირილი შეწყდა. იყო კიდევ ერთი გრძელი სიჩუმე. და შემდეგ მეგობარმა გაიგონა ვახტანგის ხმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე, უფრო მშვიდი. ის ამბობდა, მე მზად ვარ. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. მე ვიცხოვრე ისე, როგორც შემეძლო. მე ვიყავი ის, ვინც შემეძლო ყოფილიყავი. ახლა დრო მოვიდა წასვლისა. მე მზად ვარ. და შემდეგ იყო სიჩუმე, ბოლო სიჩუმე, მშვიდი სიჩუმე, მიღების სიჩუმე. მეგობარი ამბობს, რომ რამდენიმე წუთის შემდეგ ის შევიდა ოთახში. ვახტანგი იწვა თავის საწოლზე, თვალები დახუჭული, სახე მშვიდი. ის ჩანდა მშვიდად, ჩანდა დამშვიდებულად, ჩანდა მზადად. მეგობარი მივიდა მასთან, ჩამოჯდა მის გვერდით, ჩაიჭირა მისი ხელი. და ისინი იჯდნენ ისე ჩუმად ერთად ორი ძველი მეგობარი, რომლებმაც გაიარეს ერთად ბევრი რამ, რომლებმაც იცოდნენ ერთმანეთი ღრმად, რომლებმაც უზიარეს ერთმანეთს ბევრი საიდუმლო. და ისინი არაფერს ამბობდნენ, არ იყო საჭირო სიტყვები. ყველაფერი, რაც უნდა ნათქვამიყო, უკვე ნათქვამი იყო. ყველაფერი, რაც უნდა გაკეთებულიყო, უკვე გაკეთებული იყო. ახლა იყო მხოლოდ ლოდინი, ლოდინი ბოლო მომენტისა, ლოდინი დასასრულისა, ლოდინი გარდაქმნისა. მეგობარი ამბობს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ვახტანგის სუნთქვა გახდა უფრო ნელი, უფრო რბილი, უფრო მშვიდი, ის იცოდა, რომ დასასრული ახლოს იყო. ის დაუძახა ოჯახს, დაუძახა ექიმებს, დაუძახა ყველას, ვინც სურდა ყოფილიყო იქ იმ ბოლო მომენტში. და ისინი ყველა შემოვიდნენ, ყველა შემოდგნენ ვახტანგის საწოლს, ყველა ჩაიჭირეს მისი ხელები, ყველა უთხრეს მას ნამშვიდობა. და ვახტანგი, თუმცა ის აღარ იყო შეძლებული ლაპარაკი, თუმცა ის აღარ იყო შეძლებული თვალების გახსნა, მაინც გრძნობდა მათ სიყვარულს, გრძნობდა მათ ტკივილს, გრძნობდა მათ ნამშვიდობას. და შემდეგ, ზუსტად 2017 წლის აპრილის მე-14-ს, საღამოს საათებში ვახტანგ რჩეულიშვილის სუნთქვა შეწყდა. ის წავიდა მშვიდად, წავიდა დიგნიტეტით, წავიდა გარშემორტყმული იმ ადამიანებით, რომლებიც რეალურად უყვარდათ ის. ის წავიდა არა როგორც პოლიტიკოსი, არა როგორც ბიზნესმენი, არა როგორც ძლიერი ადამიანი, ის წავიდა როგორც ადამიანი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა, რომელიც იბრძოდა, რომელიც უყვარდა, რომელიც ტანჯულობდა, რომელიც ცდილობდა. ადამიანი, რომელიც იყო არა სრულყოფილი, არა იდეალური, არამედ რეალური თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, რეალური თავისი წარმატებებითა და წარუმატებლობებით, რეალური თავისი სინათლითა და ჩრდილით. მეგობარი ამბობს, რომ როდესაც ვახტანგი წავიდა, ის გრძნობდა არა მხოლოდ მწუხარებას, არამედ ასევე რაღაც სხვას, გრძნობდა მშვიდობას, გრძნობდა დასრულებას, გრძნობდა, რომ ვახტანგი საბოლოოდ იპოვა ის, რასაც ის ეძებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში. იპოვა მშვიდობას, იპოვა მიღებას, იპოვა თავისუფლებას. თავისუფლებას იმ ტვირთისგან, რომელსაც ის ატარებდა წლების განმავლობაში, თავისუფლებას იმ როლებისგან, რომლებსაც ის თამაშობდა, თავისუფლებას იმ ნიღბებისგან, რომლებსაც ის ატარებდა. ახლა ის იყო თავისუფალი იყო უბრალოდ ის, ვინც ის იყო, თავისუფალი იყო დასვენება, თავისუფალი იყო მშვიდობა. და ეს მშვიდობა, ეს თავისუფლება, ეს დასრულება არის ის, რაც რჩება ვახტანგ რჩეულიშვილის ისტორიიდან. არა ისტორია ძალაუფლებისა და სიმდიდრისა, არა ისტორია წარმატებისა და გავლენისა, არამედ ისტორია ადამიანისა, რომელიც ცხოვრობდა, რომელიც იბრძოდა, რომელიც ცდილობდა, რომელიც საბოლოოდ იპოვა მშვიდობა. ისტორია, რომელიც გვასწავლის არა იმას, თუ როგორ უნდა ვიყოთ ძლიერები ან მდიდრები, არამედ იმას, თუ როგორ უნდა ვიყოთ ადამიანები, რეალური ადამიანები თავისი სირთულეებით, თავისი წინააღმდეგობებით, თავისი ძიებით მშვიდობისა და მიღებისა. და როდესაც ჩვენ ვიხედებით უკან ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრებაზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, ვინ იყო ის რეალურად, რა იყო მისი მემკვიდრეობა, რა დატოვა ის თავის შემდეგ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ არა მხოლოდ მისი ძალაუფლება და სიმდიდრე, არა მხოლოდ მისი წარმატებები და წარუმატებლობები, არამედ ასევე მისი ადამიანურობა, მისი სირთულე, მისი ძიება. უნდა გავიხსენოთ, რომ ის იყო არა გმირი და არა ბოროტმოქმედი, არამედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა რთულ დროში, აკეთებდა რთულ არჩევანს, ცდილობდა გადარჩენოდა და წარმატებული ყოფილიყო. ადამიანი, რომელიც საბოლოოდ იპოვა ის, რასაც ჩვენ ყველა ვეძებთ, მშვიდობა, მიღება, თავისუფლება. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრებიდან, არა ის, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ძალაუფლებას ან სიმდიდრეს, არამედ ის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ როგორც ადამიანები, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ბრძოლები, როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი მშვიდობა. როგორ უნდა ვიყოთ რეალურები, როგორ უნდა ვიყოთ ადამიანურები, როგორ უნდა ვიყოთ ჩვენ თავად, არა ის, რასაც სხვები მოელიან ჩვენგან, არა ის, რასაც საზოგადოება მოითხოვს ჩვენგან, არამედ ის, ვინც ჩვენ რეალურად ვართ ჩვენი სულის ღრმაში.
პირველად 30 წლის განმავლობაში მე ვთანახმდები ვისაუბრო კამერების წინაშე იმაზე, რაც მოხდა 2013 წლის დეკემბერში, როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილმა მიიღო ზარი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ეს სიტყვები ამბობს ადამიანი, რომელიც იყო ვახტანგის პირადი მრჩეველი 10 წლის განმავლობაში და რომელიც ახლა, პირველად, ამბობს იმ საიდუმლოს, რომელიც დამალული იყო 20 წლეულის განმავლობაში. ის ჩრდილში, მისი სახე ნახევრად დაფარულია, მაგრამ მისი ხმა არის მტკიცე, როდესაც ის იხსენებს იმ დღეს, როდესაც ვარდების რევოლუციის ტალღები აღწევდა პარლამენტის კარებამდე და ვახტანგმა გაიგო, რომ მისი დრო ძალაუფლებაში მთავრდებოდა. მაგრამ ეს ზარი არ იყო შევარდნაძესგან, არ იყო პარლამენტიდან, არ იყო მთავრობიდან. ეს ზარი იყო ადამიანისგან, რომელსაც ვახტანგი ენდობოდა უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოს, ეს იყო ზარი მისი ბანკირისგან შვეიცარიიდან, რომელიც აცნობებდა მას, რომ ვინმე ცდილობდა დაბლოკოს მისი ანგარიშები, ვინმე ეძებდა ინფორმაციას მის ფინანსურ ოპერაციებზე, ვინმე აგროვებდა მტკიცებულებებს მის წინააღმდეგ. ვინ იყო ეს ვინმე? როგორ იცოდა მან ვახტანგის საიდუმლო ანგარიშების შესახებ? და რატომ სწორედ ახლა, როდესაც ყველაფერი იყო ქაოსში, ვინმე გადაწყვიტა დაეწყო თავდასხმა ვახტანგის ფინანსურ იმპერიაზე? მრჩეველი იხსენებს, როგორ ვახტანგმა დაუშვა ტელეფონი და უბრალოდ იჯდა თავის სავარძელში რამდენიმე წუთის განმავლობაში, უყურებდა ფანჯარას, სადაც ჩანდა თბილისის ქუჩები, სავსე დემონსტრანტებით, სავსე ახალი ენერგიით, სავსე იმედით ცვლილებაზე. და იმ მომენტში მრჩეველის თქმით ვახტანგმა გააცნობიერა რაღაც, რაც მან იცოდა ღრმად, მაგრამ არასოდეს არ აღიარა ხმამაღლა, რომ თამაში დასრულდა, რომ ძველი წესები აღარ მუშაობდა, რომ ახალი ეპოქა იწყებოდა, სადაც მისთვის აღარ იყო ადგილი. მაგრამ ვახტანგი არ იყო ადამიანი, რომელიც ელოდებოდა დამარცხებას პასიურად. ის დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება, დაიწყო ზარები, დაიწყო შეხვედრები, დაიწყო ოპერაცია, რომელსაც მან ამზადებდა წლების განმავლობაში, მაგრამ რომელსაც ის იმედოვნებდა, რომ არასოდეს არ დასჭირდებოდა, ოპერაცია სახელწოდებით გასასვლელი. გასასვლელი იყო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა ვახტანგის სრულ გაქრობას პოლიტიკური სცენიდან ისე, რომ მისი ფინანსური იმპერია დარჩენილიყო ხელუხლებელი, მისი ოჯახი დარჩენილიყო დაცული, მისი ახლობლები დარჩენილიყო უსაფრთხოდ. ეს იყო გეგმა, რომელიც მოითხოვდა სიზუსტეს, სისწრაფეს და აბსოლუტურ საიდუმლოებას. მრჩეველის თქმით ვახტანგს ჰქონდა მხოლოდ 42 საათი, 42 საათი, რომ გადაეტანა თავისი აქტივები, დაეცვა თავისი ადამიანები, დაეხურა ყველა კვალი, რომელიც შეეძლო გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ. და ის გააკეთა იმ ეფექტურობით და სიზუსტით, რომელიც იყო დამახასიათებელი მისთვის მთელი კარიერის განმავლობაში. მრჩეველი ამბობს, რომ იმ 42 საათის განმავლობაში ვახტანგი არ დაძინა არც ერთი წუთი. ის მუშაობდა უწყვეტად, ურეკავდა ადამიანებს, აწერდა ხელს დოკუმენტებზე, აძლევდა ინსტრუქციებს. ყველა მოძრაობა იყო გაანგარიშებული, ყველა გადაწყვეტილება იყო სტრატეგიული, ყველა ნაბიჯი იყო ნაწილი უფრო დიდი გეგმისა. ფული გადაიტანა ერთი ანგარიშიდან მეორეზე, კომპანიები გადაიწერა ერთი სახელიდან მეორეზე, დოკუმენტები გადაინაცვლა ერთი არქივიდან მეორეში. ეს იყო ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა კოორდინაციას ათობით ადამიანისგან სხვადასხვა ქვეყნებში, ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა სინქრონიზაციას სხვადასხვა დროის ზონებში, ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა აბსოლუტურ ნდობას ყველა ჩართულ ადამიანში. და ეს ნდობა იყო ის, რაც გახადა ეს ოპერაცია შესაძლებელი. ვახტანგს ჰქონდა ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთგულები მის მიმართ, არა იმიტომ, რომ ის იყო ძლიერი ან მდიდარი, არამედ იმიტომ, რომ ის იყო ვახტანგი, ადამიანი, რომელიც დაეხმარა მათ, როდესაც მათ სჭირდებოდათ დახმარება, ადამიანი, რომელიც იყო ერთგული მათ მიმართ, როდესაც სხვები არ იყვნენ, ადამიანი, რომელიც ინახავდა თავის დაპირებებს, როდესაც სხვები არ ინახავდნენ. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ იმას, რასაც ვახტანგი ითხოვდა, გარეშე კითხვებისა, გარეშე ეჭვებისა, გარეშე ხოხმანისა. და ისინი გააკეთეს იდეალურად, გააკეთეს სწრაფად, გააკეთეს საიდუმლოდ. მრჩეველი იხსენებს, როგორ 42 საათის ბოლოს, როდესაც ბოლო დოკუმენტი იყო ხელმოწერილი, ბოლო ზარი იყო გაკეთებული, ბოლო ინსტრუქცია იყო მიცემული, ვახტანგი დაჯდა თავის სავარძელში და პირველად იმ 42 საათის განმავლობაში ის დაისვენა. ის უყურებდა ფანჯარას, სადაც ახლა ჩანდა დილის მზე, რომელიც ანათებდა თბილისს, ახალ თბილისს, რომელიც იყო ახალი ეპოქის ზღვარზე, თბილისს, რომელიც იყო ცვლილების ზღვარზე. და ვახტანგი იცოდა, რომ ის აღარ იყო ნაწილი ამ ახალი თბილისისა, რომ მისი დრო გავიდა, რომ ახლა იყო დრო წასვლისა. მაგრამ ის წავიდა არა როგორც დამარცხებული, არამედ როგორც გამარჯვებული იმიტომ, რომ მან გადაარჩინა ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, მისი ოჯახი, მისი ახლობლები, მისი მემკვიდრეობა.
მრჩეველი ამბობს, რომ იმ დილას, როდესაც ვახტანგმა საბოლოოდ დატოვა თავისი ოფისი პარლამენტში, ის წაიღო მხოლოდ ერთი რამ, პატარა ყუთი, რომელიც შეიცავდა ფოტოებს მისი ოჯახისა, წერილებს მისი მეგობრებისგან, ჩანაწერებს მისი პირველი წლებიდან პოლიტიკაში. ის არ წაიღო დოკუმენტები, არ წაიღო ფაილები, არ წაიღო არაფერი, რაც შეეძლო გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ. ის წაიღო მხოლოდ მოგონებები იმისა, ვინც ის იყო, მოგონებები იმისა, რაც ის აკეთებდა, მოგონებები იმისა, რისთვისაც ის იბრძოდა. და ეს მოგონებები იყო ის, რაც რჩებოდა მას, არა ძალაუფლება, არა სიმდიდრე, არა გავლენა, არამედ მოგონებები იმისა, თუ ვინ იყო ის როგორც ადამიანი. მაგრამ რა მოხდა იმ ადამიანთან, ვინც ცდილობდა დაებლოკა ვახტანგის ანგარიშები? ვინ იყო ის? რატომ ის ცდილობდა დაეზიანებინა ვახტანგი? მრჩეველი ამბობს, რომ ვახტანგმა არასოდეს არ გაიგო ზუსტად ვინ იყო ეს ადამიანი, მაგრამ მას ჰქონდა ეჭვები. ის ფიქრობდა, რომ ეს იყო ვინმე მისი ძველი მოწინააღმდეგეებიდან, ვინმე, ვინც ელოდა შესაძლებლობას შურისძიებისთვის, ვინმე, ვინც იცოდა ვახტანგის საიდუმლოებები და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი მის წინააღმდეგ. მაგრამ ვახტანგი არასოდეს არ ეძებდა შურისძიებას, ის უბრალოდ წავიდა ჩუმად, წავიდა დიგნიტეტით, წავიდა იმ ცოდნით, რომ ის გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო თავისი ოჯახისა და ახლობლების დასაცავად. და ეს დაცვა იყო ის, რაც განსაზღვრავდა ვახტანგის ბოლო წლებს პოლიტიკის შემდეგ. ის აღარ იყო საჯარო ფიგურა, აღარ იყო ძალაუფლების ცენტრში, აღარ იყო გავლენიანი პოლიტიკოსი. მაგრამ ის კვლავ იყო ძლიერი იმიტომ, რომ მას ჰქონდა ადამიანები, რომლებიც იყვნენ ერთგულები მის მიმართ, ძლიერი იმიტომ, რომ მას ჰქონდა რესურსები, რომლებიც იყო დაცული, ძლიერი იმიტომ, რომ მას ჰქონდა ცოდნა, რომელიც იყო ღირებული. და ეს ძალა იყო არა ძალაუფლებისა, არამედ ძალა გადარჩენისა, ძალა, რომელიც საშუალებას აძლევდა მას და მის ოჯახს ცხოვრება დიგნიტეტით, ცხოვრება უსაფრთხოდ, ცხოვრება მშვიდად. მრჩეველი ამბობს, რომ როდესაც ის ფიქრობს ვახტანგზე დღეს, ის ფიქრობს არა იმაზე, თუ რა დაკარგა ის, არამედ იმაზე, თუ რა გადაარჩინა ის. ის გადაარჩინა თავისი ოჯახი, გადაარჩინა თავისი ახლობლები, გადაარჩინა თავისი ღირსება. და შესაძლოა ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, არა ის, რომ შენ მიაღწიე ძალაუფლებას, არამედ ის, რომ შენ იცოდე როდის უნდა წასულიყავი, არა ის, რომ შენ ჰქონდა ყველაფერი, არამედ ის, რომ შენ გადაარჩინე ის, რაც რეალურად მნიშვნელოვანი იყო. და ვახტანგმა გააკეთა იმ ჭკვით, იმ სტრატეგიით, იმ გამბედაობით, რომელიც იყო დამახასიათებელი მისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში. როგორ აფასებთ თქვენ ადამიანს, რომელმაც იცოდა როდის უნდა წასულიყო? როგორ აფასებთ თქვენ ადამიანს, რომელმაც აირჩია თავისი ოჯახი ძალაუფლებაზე? როგორ აფასებთ თქვენ ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა თავისი ღირსება მაშინაც კი, როდესაც ის კარგავდა ყველაფერს? ეს არის კითხვები, რომლებზეც თქვენ, ჩვენი მაყურებლები, უნდა უპასუხოთ, როდესაც თქვენ ფიქრობთ ვახტანგ რჩეულიშვილზე და მის მემკვიდრეობაზე. 2015 წელს, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, თუ რატომ ვახტანგ რჩეულიშვილის ყოფილი თანამშრომლები არასოდეს არ ლაპარაკობდნენ მის შესახებ, მან იპოვა რაღაც, რაც ხსნიდა ბევრ რამეს. ის იპოვა დოკუმენტი, ძველი, ყვითელი ქაღალდის ფურცელი, რომელზეც იყო ხელნაწერი ტექსტი, დათარიღებული 2013 წლის დეკემბრით. ეს იყო დოკუმენტი, რომელსაც ვახტანგი უგზავნიდა თავის ყველაზე ახლო თანამშრომლებს, დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა არა ბრძანებებს, არა მუქარებს, არა მოთხოვნებს, არამედ თხოვნას. თხოვნას, რომელიც იყო დაწერილი მარტივი, პირდაპირი, გულწრფელი ენით, ჩემო მეგობრებო, მე ვიცი, რომ მალე მოვადრო, როდესაც ბევრი ადამიანი დაიწყებს კითხვებს ჩემს შესახებ. მე გთხოვთ, არ უპასუხოთ ამ კითხვებს. არა იმიტომ, რომ მე მაქვს რაიმე დასამალი, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი ისტორია უნდა დარჩეს პირადი. მე გთხოვთ, დაიცვათ ჩემი ოჯახის პრივატულობა, დაიცვათ ჩემი ახლობლების უსაფრთხოება, დაიცვათ ჩემი მოგონებები. ეს არის ბოლო რამ, რასაც მე გთხოვთ. ვახტანგი. ეს დოკუმენტი ხსნის იმას, თუ რატომ ვახტანგის ყოფილი თანამშრომლები ინახავდნენ სიჩუმეს წლების განმავლობაში. ისინი ინახავდნენ არა იმიტომ, რომ ეშინოდათ, არამედ იმიტომ, რომ პატივს სცემდნენ ვახტანგის ბოლო თხოვნას. ჟურნალისტი, რომელიც ახლა ზის ჩვენ სტუდიაში, ამბობს, რომ როდესაც მან პირველად წაიკითხა ეს დოკუმენტი, მან გაიგო რაღაც მნიშვნელოვანი ვახტანგის შესახებ, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც აფასებდა ერთგულებას უფრო მეტად, ვიდრე ყველაფერს, რომელიც აფასებდა პრივატულობას უფრო მეტად, ვიდრე საჯაროობას, რომელიც აფასებდა ჩუმად ცხოვრებას უფრო მეტად, ვიდრე ხმამაღლა ლაპარაკს. და ეს იყო ის, რაც განასხვავებდა მას ბევრი სხვა პოლიტიკოსისგან. ის არ ეძებდა ყურადღებას, არ ეძებდა აღიარებას, არ ეძებდა დადასტურებას. ის უბრალოდ ცხოვრობდა თავის ცხოვრებას, აკეთებდა თავის საქმეს, იცავდა თავის ადამიანებს. მაგრამ ეს სიჩუმე, ეს პრივატულობა, ეს დაცვა ჰქონდა თავისი ფასი.
ფასი იყო ის, რომ ბევრი ადამიანი არასოდეს არ გაიგო რეალური ისტორია ვახტანგის შესახებ, არასოდეს არ გაიგო რეალური მოტივაცია მისი გადაწყვეტილებების უკან, არასოდეს არ გაიგო რეალური ადამიანი ნიღბის უკან. ჟურნალისტი ამბობს, რომ ის ცდილობდა იპოვოს ადამიანები, რომლებიც იყვნენ მზად ელაპარაკათ, მაგრამ ყველა, ვისაც ის ხვდებოდა, ამბობდა იგივეს: მე პატივს ვცემ ვახტანგის თხოვნას, მე არ შემიძლია ვილაპარაკო, მე დავპირდი, რომ დავიცავდი მის საიდუმლოებებს. ეს იყო კედელი სიჩუმისა, რომელიც იყო აშენებული არა შიშით, არამედ პატივისცემით, არა იძულებით, არამედ არჩევანით. მაგრამ ერთი ადამიანი იყო, რომელიც საბოლოოდ გადაწყვიტა ელაპარაკა, ადამიანი, რომელიც იყო ვახტანგის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, ადამიანი, რომელიც იცნობდა მას 50 წლის განმავლობაში, ადამიანი, რომელიც იყო მის გვერდით ყველა მნიშვნელოვან მომენტში. ეს ადამიანი ამბობს, რომ ის გადაწყვიტა ელაპარაკა არა იმიტომ, რომ ის არღოს ვახტანგის თხოვნას, არამედ იმიტომ, რომ ის ფიქრობს, რომ დრო მოვიდა, როდესაც ხალხმა უნდა იცოდეს რეალური ისტორია, არა ისტორია, რომელსაც ამბობენ მისი მოწინააღმდეგეები, არა ისტორია, რომელსაც ამბობენ მედია, არამედ ისტორია, რომელსაც ამბობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად იცნობდნენ მას. ეს მეგობარი ამბობს, რომ ვახტანგი იყო ადამიანი, რომელიც ღრმად ზრუნავდა სოციალურ სამართლიანობაზე, არა როგორც პოლიტიკურ ლოზუნგზე, არამედ როგორც პირად რწმენაზე. ის იხსენებს, როგორ ვახტანგი ატარებდა საათებს ლაპარაკში მუშებთან, როგორ ის ისმენდა მათ პრობლემებს, როგორ ის ცდილობდა დაეხმარა მათ. ის იხსენებს, როგორ ვახტანგი ხშირად იხდიდა ფულს თავისი ჯიბიდან, რომ დაეხმარა ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებოდათ დახმარება, არა საჯაროდ, არა მედიის წინაშე, არამედ ჩუმად, პირადად, საიდუმლოდ. ის იხსენებს, როგორ ვახტანგი ამბობდა: თუ შენ რეალურად გჯერა რაღაცისა, შენ არ საჭიროებ ხმამაღლა ლაპარაკს ამის შესახებ, შენ უბრალოდ აკეთებ მას. მაგრამ როგორ შეთავსდებოდა ეს რწმენა სოციალურ სამართლიანობაში მის პირად სიმდიდრესთან? როგორ შეთავსდებოდა ეს ზრუნვა ღარიბებზე მის ფუფუნებულ ცხოვრებასთან? მეგობარი ამბობს, რომ ეს იყო კითხვა, რომელსაც ვახტანგი თავად სვამდა თავის თავს ხშირად. და მისი პასუხი იყო რთული, მაგრამ გულწრფელი: მე ვიცი, რომ ეს ჩანს როგორც წინააღმდეგობა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შენ შეგიძლია იყო მდიდარი და ამავდროულად ზრუნავდე სოციალურ სამართლიანობაზე. საკითხი არ არის იმაში, თუ რამდენი ფული გაქვს, საკითხი არის იმაში, თუ რას აკეთებ ამ ფულით, როგორ იყენებ შენს გავლენას, როგორ ეხმარები ადამიანებს. მე ვცდილობ გამოვიყენო ჩემი რესურსები, რომ დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ რესურსები. ეს არ არის სრულყოფილი, მაგრამ ეს არის ის, რასაც მე შემიძლია გავაკეთო. ეს პასუხი, მეგობრის თქმით, არ იყო გამართლება, ეს იყო ახსნა. ვახტანგი არ ცდილობდა გაემართლებინა თავისი სიმდიდრე, ის ცდილობდა ახსნა, თუ როგორ ის ხედავდა თავის როლს, როგორ ის ცდილობდა შეთავსება ორი სამყარო, რომლებშიც ის ცხოვრობდა. და შესაძლოა ეს შეთავსება არ იყო სრულყოფილი, შესაძლოა ეს იყო წინააღმდეგობრივი, მაგრამ ეს იყო გულწრფელი მცდელობა. მცდელობა იყო ერთდროულად რეალისტი და იდეალისტი, მცდელობა იყო ერთდროულად პრაგმატიკოსი და ჰუმანისტი, მცდელობა იყო ერთდროულად ძლიერი და თანაგრძნობიანი. მეგობარი ამბობს, რომ ვახტანგის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო არა ის, რომ ის ვერ შეძლო შეთავსება ამ ორი სამყაროსი, არამედ ის, რომ ბევრი ადამიანი არასოდეს არ გაიგო, რომ ის ცდილობდა. ბევრი ადამიანი ხედავდა მხოლოდ ზედაპირს, ხედავდა მდიდარ პოლიტიკოსს, რომელიც ლაპარაკობდა სოციალიზმზე, ხედავდა ორ პირობას, ხედავდა წინააღმდეგობას. მაგრამ ისინი არ ხედავდნენ ღრმას, არ ხედავდნენ ადამიანს, რომელიც რეალურად ზრუნავდა, რომელიც რეალურად ცდილობდა, რომელიც რეალურად ტანჯულობდა ამ წინააღმდეგობით. და ეს იყო ის, რაც აწუხებდა ვახტანგს ყველაზე მეტად, არა ის, რომ ის კარგავდა ძალაუფლებას, არა ის, რომ ის კარგავდა გავლენას, არამედ ის, რომ ის არასოდეს არ შეძლებდა ახსნა ხალხისთვის, თუ ვინ იყო ის რეალურად. მაგრამ შესაძლოა ეს არის ბედი ყველა რთული ადამიანისა, ბედი იყო არასწორად გაგებული, ბედი იყო არასწორად შეფასებული, ბედი იყო არასწორად დამახსოვრებული. მეგობარი ამბობს, რომ როდესაც ის ფიქრობს ვახტანგზე დღეს, ის ფიქრობს არა იმაზე, თუ როგორ ხედავენ მას სხვები, არამედ იმაზე, თუ ვინ იყო ის რეალურად, იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გააკეთოს სწორი, ადამიანი, რომელიც ცდილობდა დაეხმარა ადამიანებს, ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეთავსება თავისი იდეალები თავის რეალობასთან. და შესაძლოა ის არ იყო სრულყოფილი ამ მცდელობაში, შესაძლოა ის აკეთებდა შეცდომებს, მაგრამ ის ცდილობდა, და ეს მცდელობა, ეს ძალისხმევა, ეს ბრძოლა არის ის, რაც აძლევს მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებას. მეგობარი ამბობს, რომ ვახტანგის ბოლო სიტყვები მისთვის იყო: მე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იფიქრებს, რომ მე ვიყავი ორპირი. მაგრამ მე ვიცი, რომ მე ვცადე იყო გულწრფელი. მე ვცადე იყო ერთგული ჩემი რწმენისადმი, მაშინაც კი, როდესაც ეს იყო რთული. მე ვიცი, რომ მე ვერ ვიყავი სრულყოფილი. მაგრამ მე ვიცი, რომ მე ვცადე.
და ეს არის ყველაფერი, რასაც ადამიანს შეუძლია გააკეთოს სცადოს. და ეს სიტყვები მეგობრის თქმით არის ის, რაც უნდა დარჩეს ვახტანგ რჩეულიშვილის შესახებ. არა ისტორია სრულყოფილი ადამიანისა, არა ისტორია გმირისა ან ბოროტმოქმედისა, არამედ ისტორია ადამიანისა, რომელიც ცდილობდა, რომელიც იბრძოდა, რომელიც ცხოვრობდა თავისი წინააღმდეგობებით და ცდილობდა იპოვოს გზა მათ შორის. როგორ შეაფასებთ თქვენ ადამიანს, რომელიც ცდილობდა შეთავსება შეუთავსებელი? როგორ შეაფასებთ თქვენ ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა წინააღმდეგობაში, მაგრამ ცდილობდა იყო გულწრფელი? როგორ შეაფასებთ თქვენ ადამიანს, რომელიც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ ცდილობდა იყო კარგი? ეს არის კითხვები, რომლებზეც თქვენ, ჩვენი მაყურებლები, უნდა უპასუხოთ, როდესაც თქვენ ფიქრობთ ვახტანგ რჩეულიშვილზე და მის რთულ მემკვიდრეობაზე. 2021 წელს 4 წლის შემდეგ ვახტანგ რჩეულიშვილის გარდაცვალებისა მოხდა რაღაც, რაც ბევრმა არ შენიშნა, მაგრამ რომელიც იყო სიმბოლური. თბილისის ერთ-ერთ უბანში, სადაც ვახტანგი ატარებდა ბევრ დროს თავის ბოლო წლებში, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს დაეწერათ მცირე მემორიალური დაფა. არა დიდი, არა ბრწყინვალე, არა ოფიციალური, არამედ მარტივი, პირადი, გულწრფელი. დაფაზე იყო დაწერილი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა: ვახტანგ რჩეულიშვილი, ადამიანი, რომელიც ცდილობდა დაეხმარა. არა პოლიტიკოსი, არა ბიზნესმენი, არა ვიცე-სპიკერი, უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცდილობდა დაეხმარა. და ეს მარტივი სიტყვები, შესაძლოა, არის ყველაზე ზუსტი აღწერა იმისა, თუ ვინ იყო ვახტანგი რეალურად, არა ის, რასაც ის ამბობდა, არა ის, რასაც ის ფლობდა, არამედ ის, რასაც ის ცდილობდა გაეკეთებინა. ეს დაფა დღესაც დგას იმ უბანში და ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად ჩერდებიან მის წინ, იხსენებენ ვახტანგს, იხსენებენ იმას, თუ როგორ ის ეხმარებოდა მათ, როგორ ის ზრუნავდა მათზე, როგორ ის იყო არა მხოლოდ ძლიერი პოლიტიკოსი, არამედ ადამიანი, რომელიც რეალურად ისმენდა მათ, რეალურად ზრუნავდა მათზე, რეალურად ცდილობდა დაეხმარა მათ. და ეს მოგონებები, ეს პატარა ისტორიები, ეს პირადი გამოცდილებები არის ის, რაც რჩება ვახტანგის შესახებ. არა დიდი პოლიტიკური ისტორიები, არა ფინანსური სკანდალები, არა ძალაუფლების თამაშები, არამედ პატარა მომენტები ადამიანურობისა, პატარა ჟესტები თანაგრძნობისა, პატარა ნიშნები იმისა, რომ ის რეალურად ზრუნავდა. მაგრამ რა მოხდა ვახტანგის ოჯახთან და ახლობლებთან მის გარდაცვალების შემდეგ? როგორ გააგრძელეს ისინი თავიანთი ცხოვრება? ვახტანგის ცოლი, მაია, გააგრძელა ცხოვრება ჩუმად, პრივატულად, დიგნიტეტით. ის არასოდეს არ ლაპარაკობდა საჯაროდ ვახტანგის შესახებ, არასოდეს არ ეძებდა ყურადღებას, არასოდეს არ ცდილობდა გამოეყენებინა ვახტანგის სახელი. ის უბრალოდ ცხოვრობდა თავის ცხოვრებას, ზრუნავდა თავის ოჯახზე, ინახავდა ვახტანგის მოგონებებს პირადად, ინტიმურად, პატივისცემით. ვახტანგის ახლო თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ ნაწილი მისი უხილავების ჯგუფისა, გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა ჩუმად, საიდუმლოდ, ეფექტურად. ისინი არასოდეს არ ლაპარაკობდნენ ვახტანგის შესახებ, არასოდეს არ ამხელდნენ მის საიდუმლოებებს, არასოდეს არ ღალატობდნენ მის ნდობას. ისინი ინახავდნენ თავიანთ დაპირებას, ინახავდნენ თავიანთ ერთგულებას, ინახავდნენ თავიანთ პატივისცემას. და ვახტანგის ბიზნეს იმპერია. რა მოხდა მას? ის არ გაქრა, არ დაიშალა, არ განადგურდა. ის გარდაიქმნა ჩუმად, თანდათანობით, ორგანულად. ზოგიერთი კომპანია გაიყიდა, ზოგიერთი გადაეცა ახალ მფლობელებს, ზოგიერთი უბრალოდ შეწყვიტა არსებობა. მაგრამ ის, რაც რჩა, იყო არა კონკრეტული კომპანიები ან აქტივები, არამედ სისტემა კავშირებისას, სისტემა ურთიერთობებისას, სისტემა ნდობისა. სისტემა, რომელიც აშენდა წლების განმავლობაში, რომელიც ეფუძნებოდა არა ფულს ან ძალაუფლებას, არამედ პირად კავშირებს, პირად ერთგულებას, პირად პატივისცემას. და ეს სისტემა გააგრძელა მუშაობა, არა როგორც ბიზნეს იმპერია, არამედ როგორც ქსელი ადამიანებისა, რომლებიც იცნობდნენ ერთმანეთს, ენდობოდნენ ერთმანეთს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ რა არის ვახტანგ რჩეულიშვილის რეალური მემკვიდრეობა? რა დატოვა ის თავის შემდეგ? ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს ერთი პასუხი, რადგან ვახტანგის მემკვიდრეობა არის რთული, მრავალშრიანი, წინააღმდეგობრივი. ზოგიერთისთვის ის არის კორუმპირებული პოლიტიკოსი, რომელმაც გამოიყენა თავისი პოზიცია პირადი გამდიდრებისთვის. ზოგიერთისთვის ის არის ორპირი სოციალისტი, რომელიც ლაპარაკობდა სოციალურ სამართლიანობაზე, მაგრამ ცხოვრობდა ფუფუნებაში. ზოგიერთისთვის ის არის გამბედავი ბიზნესმენი, რომელმაც შექმნა იმპერია ქაოსიდან. ზოგიერთისთვის ის არის ადამიანი, რომელიც რეალურად ზრუნავდა ადამიანებზე, რომელიც რეალურად ცდილობდა დაეხმარა, რომელიც რეალურად იყო გულწრფელი თავის რწმენაში. და შესაძლოა ყველა ეს შეხედულება არის სწორი, შესაძლოა ვახტანგი რეალურად იყო ყველაფერი ეს ერთდროულად. შესაძლოა ის იყო კორუმპირებული და გულწრფელი, ორპირი და ერთგული, ციკი და იდეალისტი.
შესაძლოა ის იყო ადამიანი, რომელიც შეიცავდა ყველა ამ წინააღმდეგობას, რომელიც ცხოვრობდა ყველა ამ ტენსიაში, რომელიც ცდილობდა შეთავსება ყველა ამ სხვადასხვა მხარე თავისი პიროვნებისა. და შესაძლოა ეს არის ის, რაც აძლევს მას ადამიანურობას, არა ის, რომ ის იყო სრულყოფილი, არა ის, რომ ის იყო თანმიმდევრული, არამედ ის, რომ ის იყო რთული, რომ ის იყო წინააღმდეგობრივი, რომ ის იყო რეალური. დღეს, როდესაც ჩვენ ვიხედებით უკან ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრებაზე, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ ისტორიას, არამედ ასევე ისტორიას მთელი ეპოქისა, როდესაც საქართველო გადიოდა უზარმაზარ ტრანსფორმაციას, ეპოქისა, როდესაც ძველი წესრიგი იშლებოდა და ახალი იქმნებოდა, ეპოქისა, როდესაც ყველაფერი იყო შესაძლებელი და არაფერი იყო გარანტირებული. ვახტანგი იყო პროდუქტი ამ ეპოქისა, ის იყო ადამიანი, რომელიც ისწავლა როგორ გადარჩენოდა ამ ეპოქაში, როგორ წარმატებული ყოფილიყო ამ ეპოქაში, როგორ ეთამაშა ამ ეპოქის თამაშები. მაგრამ ის ასევე იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი ადამიანურობა ამ ეპოქაში, რომელიც ცდილობდა დარჩენილიყო ერთგული თავისი ღირებულებებისადმი ამ ეპოქაში, რომელიც ცდილობდა გააკეთოს სწორი ამ ეპოქაში. და შესაძლოა ეს მცდელობა იყო ადამიანი რთულ დროში, ეს მცდელობა შეენარჩუნებინა ადამიანურობა ქაოსში, ეს მცდელობა იპოვოს გზა წინააღმდეგობებს შორის, არის ის, რაც აძლევს ვახტანგ რჩეულიშვილის ისტორიას მნიშვნელობას დღეს. რადგან ჩვენ ყველა ვცხოვრობთ წინააღმდეგობებში, ჩვენ ყველა ვცდილობთ შევთავსოთ სხვადასხვა მხარეები ჩვენი პიროვნებისა, ჩვენ ყველა ვცდილობთ იყოთ ერთდროულად რეალისტები და იდეალისტები, პრაგმატიკოსები და ჰუმანისტები. და ვახტანგის ისტორია გვასწავლის არა იმას, თუ როგორ უნდა ვიყოთ სრულყოფილები ამ მცდელობაში, არამედ იმას, თუ როგორ უნდა ვიყოთ გულწრფელები ამ მცდელობაში, როგორ უნდა ვიყოთ ერთგულები ჩვენი ღირებულებებისადმი ამ მცდელობაში, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცდა ამ მცდელობაში. ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრების ისტორია დასრულდა 2017 წლის აპრილის მე-14-ს. მაგრამ მისი გავლენა, მისი მემკვიდრეობა, მისი გაკვეთილები გრძელდება დღესაც. ისინი გრძელდება იმ ადამიანებში, რომლებსაც ის დაეხმარა, გრძელდება იმ სისტემებში, რომლებიც ის შექმნა, გრძელდება იმ მოგონებებში, რომლებიც ის დატოვა. და შესაძლოა ეს არის ყველაზე კარგი მემკვიდრეობა, რომელსაც ადამიანს შეუძლია დატოვოს, არა ძეგლები ან სახელები ქუჩებზე, არამედ გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე, გავლენა იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ ისინი, როგორ მოქმედებენ ისინი, როგორ ცხოვრობენ ისინი. დღეს, როდესაც ჩვენ ვამთავრებთ ამ ისტორიას ვახტანგ რჩეულიშვილის შესახებ, ჩვენ ვტოვებთ თქვენთან ჩვენი მაყურებლები არა პასუხებს, არამედ კითხვებს. კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ვაფასებთ ადამიანებს, რომლებიც არიან რთულები და წინააღმდეგობრივები. კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ვიგებთ ისტორიიდან, რომელიც არ არის შავი და თეთრი. კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ვცხოვრობთ ჩვენ თავად ჩვენს წინააღმდეგობებში. და ეს კითხვები შესაძლოა არის უფრო ღირებული ვიდრე ნებისმიერი პასუხი, რადგან ისინი აიძულებენ ჩვენ ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვიზრდოთ. ვახტანგ რჩეულიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა, რომელიც იბრძოდა, რომელიც ცდილობდა. ის არ იყო სრულყოფილი, ის არ იყო წმინდა, ის არ იყო იდეალური. მაგრამ ის იყო რეალური თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, რეალური თავისი წარმატებებითა და წარუმატებლობებით, რეალური თავისი სინათლითა და ჩრდილით. და შესაძლოა ეს რეალურობა, ეს ადამიანურობა, ეს გულწრფელობა არის ის, რაც აძლევს მის ისტორიას ღირებულებას, არა როგორც ისტორია გმირისა ან ბოროტმოქმედისა, არამედ როგორც ისტორია ადამიანისა, უბრალოდ ადამიანისა, რომელიც ცდილობდა იცხოვროს თავისი ცხოვრება საუკეთესოდ, როგორც შეეძლო. დღეს, როდესაც ჩვენ ვიხედებით საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი რამ შეიცვალა იმ დროიდან, როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილი იყო ძალაუფლებაში. ახალი თაობა პოლიტიკოსებისა მოვიდა, ახალი წესები დამკვიდრდა, ახალი სისტემები შეიქმნა. მაგრამ ზოგიერთი რამ დარჩა იგივე, დარჩა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეთავსდეს ძალაუფლება და პასუხისმგებლობა, როგორ უნდა შეთავსდეს პირადი ინტერესები და საჯარო მოვალეობა, როგორ უნდა შეთავსდეს იდეალები და რეალობა. ეს არის კითხვები, რომლებთან ერთად ვახტანგი იბრძოდა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, და ეს არის კითხვები, რომლებთან ერთად ჩვენ ყველა ვიბრძვით დღესაც. და შესაძლოა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვახტანგ რჩეულიშვილის ცხოვრებიდან, არა ის, რომ ის იპოვა პასუხები ამ კითხვებზე, არამედ ის, რომ ის გააგრძელა კითხვა, გააგრძელა ძიება, გააგრძელა ცდა. რადგან ეს არის ის, რაც აძლევს ადამიანის ცხოვრებას მნიშვნელობას, არა ის, რომ ჩვენ პოულობთ ყველა პასუხს, არამედ ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კითხვას, გავაგრძელებთ ძიებას, გავაგრძელებთ ცდას, იყოთ უკეთესები, იყოთ უფრო გულწრფელები, იყოთ უფრო ადამიანურები. მაგრამ დარჩა თუ არა რაიმე საიდუმლო, რომელიც ვახტანგმა წაიღო თავის საფლავში. დარჩა თუ არა რაიმე ისტორია, რომელიც არასოდეს არ ნათქვამა. დარჩა თუ არა რაიმე ჭეშმარიტება, რომელიც არასოდეს არ გამჟღავნებულა. შესაძლოა, დიახ,
შესაძლოა არის ისტორიები, რომლებიც დარჩა დაუთქმელი, საიდუმლოებები, რომლებიც დარჩა დაუმალავი, ჭეშმარიტებები, რომლებიც დარჩა დაფარული. და შესაძლოა ეს არის ის, რაც აძლევს ვახტანგის ისტორიას მის მისტიკას, მის ინტრიგას, მის მიმზიდველობას, ის, რომ ჩვენ არასოდეს ვიცოდეთ ყველაფერს, რომ ჩვენ ყოველთვის დარჩება კითხვები, რომ ჩვენ ყოველთვის დარჩება ეჭვები. და შესაძლოა ეს არის ის, რასაც ვახტანგი სურდა დარჩენილიყო საიდუმლოებად, სურდა დარჩენილიყო გამოცანად, სურდა დარჩენილიყო ადამიანად, რომელზეც ხალხი ლაპარაკობს, ფიქრობს, გამათობს. ადამიანად, რომელიც არ არის დავიწყებული, არ არის იგნორირებული, არ არის უგულებელყოფილი. ადამიანად, რომელიც რჩება ცოცხალი ხალხის მეხსიერებაში, ცოცხალი ხალხის საუბრებში, ცოცხალი ხალხის ფიქრებში. და თუ ეს იყო მისი მიზანი, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ის მიაღწია მას, რადგან დღეს, 7 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებისა, ჩვენ კვლავ ლაპარაკობთ მასზე, კვლავ ფიქრობთ მასზე, კვლავ ვცდილობთ გავიგოთ ის. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ ვახტანგ რჩეულიშვილი. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ჭეშმარიტება